გამარჯობა, მე ვარ ნინი დარჩია და ეს არის ხელოვნების ფონდი ანაგის პოდკასტი, აფა პოდკასტი და მისი მესამე ეპიზოდი. დღეს ჩემი სტუმარია ხელოვნებაცოდნე ქრისტინე დარჩია და ვსაუბრობთ ქართულ მოდერნიზმზე. ქრისტინე, გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი. და ვსაუბრობთ ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაზე, ქართულ მოდერნიზმზე, რომელთან საუბარიც ჩემთვის შენთან ყოველთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა და მიხარია, რომ ჩვენს მაყურებელსაც ექნება დღეს ამის შესაძლებლობა. მოდი, პატარა შესავალს გავაკეთებ მე ზოგადად მოდერნიზმზე, რომ ჩვენ შემდეგ ამაზე დრო აღარ დავკარგოთ. მანამდე მოგესალმები მეც და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. და მოდერნიზმზე ლაპარაკი ყოველთვის მიხარია. ხო, იმიტომ რომ მე მგონი ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრაობა არის ქართულ ხელოვნებაში, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ვთქვათ, რომ მოდერნიზმი არის მე-20 საუკუნის მოძრაობა, რომელიც რეალურად არის რაღაც ახალი აზროვნების სტილის ჩამოყალიბება. ეს ხდება არა მხოლოდ ვიზუალურ ხელოვნებაში, ეს ეხება ასევე თეატრს, არქიტექტურას, ლიტერატურას, მათ შორის ვიზუალურ ხელოვნებას, რომელზეც დღეს ჩვენ საუბარს დავუთმობთ დროს და ასევე ძალიან საინტერესო თემა იმით არის, რომ ძალიან მრავალფეროვანია, ხო, ჩვენ შემთხვევაში ქართული მოდერნიზმი, ეს არის რაღაცა უნიკალური მოვლენა ჩვენი ხელოვნების ისტორიაში და პირველივე კითხვა, მოდი ესე დავსვათ ქართულ მოდერნისტთან მიმართებაში, რომ შენი სუბიექტური აზრი რო გაგვიზიარო, რატო გადაწყვიტეთ დღეს, რომ ყველაზე მეტად გსურდა ქართულ მოდერნიზმზე საუბარი და რა აქცევს მას ისეთ უნიკალურ მოვლენად, როგორც რეალურად ეს ისტორიამ აჩვენა ისედაც, რომ ხო, ის არის უნიკალური მოვლენა ქართული ხელოვნების ისტორიაში. კი ბატონო, ძალიან ბევრია სათქმელი უკვე პირველივე შეკითხვით. ანუ ქართული მოდერნიზმი მაინც მგონია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული ხელოვნებისთვის და ის დღემდე მგონია გარკვეულწილად არის მკვებავი ძარღვი მთელი ქართული თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვისაც კი, თუმცა შეიძლება ვიზუალურ დონეზე არ ჩანდეს, მაგრამ ის სააზროვნო კატეგორიები, რომელიც ქართულმა მოდერნიზმმა შემოიტანა და ის დროში დაწეული სინქრონიზმი, რასაც ქართულმა მოდერნიზმმა მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია, არის ასე ვთქვათ, ჩვენი მსოფლიო რუკაზე თვით იდენტიფიცირების პირველი ნიშანი. იმიტომ რომ მოგხსენებათ, საქართველო მაინც ძალიან ცოტა განსხვავებული ქვეყანაა, იმიტომ რომ მართლმადიდებლური ქვეყანა არის, აღმოსავლეთ საქრისტიანოს ვეკუთვნოდით, შესაბამისად ჩვენ არ ვიყავით ინტეგრირებული დასავლეთ ევროპულ კულტურულ ხაზთან, რომელიც უფრო კათოლიციზმისა და რენესანსიდან მოყოლებული მოდის მე-20 საუკუნის ავანგარდამდე და ამასთან ჩვენ ვართ დისტანცირებული და მით უმეტეს ეს პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად განპირობებულია იმით, რომ ვართ შემდეგ უკვე გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ მოგხსენებოდა ჩვენი დიდი უბედურების შემდეგ უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქვეყანა, რომელიც ყველანაირად გეოპოლიტიკურად, კულტურულად არის მეინსტრიმთან კავშირი არ აქვს, არის მოწყვეტილი და მე-20 საუკუნის დასაწყისი და ის პერიოდი, როდესაც საქართველო ნელ-ნელა ემზადება დამოუკიდებლობისთვის და დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის, რამაც განაპირობა მოდერნიზმის გაჩენა ჩვენში. და აი ამის საქართველოს საზოგადოების შინაგანი მზადება, ის ძალთა მობილიზება, რაც ამ დროს ხდება, ეს არის ძალიან ძვირფასი. და მე ვთვლი, რომ როდესაც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ თავისუფლებაზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენში არსებულ პრობლემებზე, აი სწორედ იმ სიხშირეზე მომართვა გვჭირდება იმისთვის, რომ რეალურად ვაცოცხლოთ თავისუფლების იდეა და დავიჭიროთ სწორი პოზიცია ყველა კულტურაშიც, პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც, ან თვით იდენტიფიცირება ქვეყანა და ერი როგორ განიცდის საკუთარ თავს თანამედროვე კონტექსტში. ეს ხდება მოდერნიზმის. ანუ საფუძველი შეიქმნა მოდერნიზმის, რომელიც დღემდე კი ბატონო, თან ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ხდება სახელმწიფოების და სახელმწიფოების სტრუქტურების ფორმირება, ანუ თავისთავად მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდია და სწორედ ამ პერიოდში ბედად ჩვენ და შეიქმნა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო აი ამ კონტექსტს ზიარებოდა. და მოდი კონკრეტული, ესე რომ ვთქვათ, წლებიც რო გავსაზღვროთ მოდერნიზმის, ქართული მოდერნიზმის, რომ მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს, იმიტომ რომ ბევრი ხელოვნებაცოდნე, რაც თავისი სუბიექტური დამოკიდებულებები აქვს, აი მაგალითად, ხო, ბევრი იწყებს ათვლას მე-19 საუკუნის რაღაც უკიდურესად ბოლო წლებიდან ვიდრე 1900 წლამდე, როდესაც გიგო გაბაშვილი ასეთ რაღაც მოდერნისტულ ექსპერიმენტებს ცდილობს თავის ხელოვნებაში, თუმცა
თუმცა აი ბევრჯერ გამიგია, რომ მოდერნიზმი იწყება 1900 წლიდან და სადღაც 1930 წლამდე, წითელ ტერორამდე და რეპრესიებამდე გრძელდება. იცი როგორ არის, მაგ ცოტა სირთული არის იმაში, რომ ჩვენი კონტექსტი როგორია, ანუ ჩვენ რეალურად შუა საუკუნეებიდან ვებმევით თითქოს, ანუ შუაში არის პერიოდი, ეს არის ქართული მხატვრობის პირველი თაობა 1870-იანის ბოლოს და 80-იან წლებში გამოსული, ასე ვთქვათ, ასპარეზზე, გიგო გაბაშვილი და მისი თაობა და ეს არიან რეალისტი ქართული მხატვრები და სწორედ მათ მოუწიათ რეალისტური ქართული მხატვრობის საფუძვლების შექმნა, რომელიც არ არსებობდა. თუნდაც ის, რომ დაზგური მხატვრობა საქართველოში არსებობს, ძალიან ლოგიკურია იმ ჩვენი ფეოდალური შუა საუკუნეებრივი სისტემიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათ ძალიან დიდი ამოცანები ჰქონდათ დასაძლევი, ეს იყო ყამირი მიწის დამუშავება, მათ უნდა შეექმნათ მთელი ჟანრები, ჟანრული მრავალფეროვნება, რეალისტური მხატვრობის საფუძველი უნდა ჩაეყარათ და გასაგებია, რომ ეს ხდებოდა მაინც მიუხედავად, რომ მათ ამ მხატვრობის გარკვეული ნაწილი უცხოეთში იღებდა განათლებას და მათ შორის გიორგი გაბაშვილი, რომელიც მიუნხენში ისწავლოდა და სხვათა შორის ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც თუმცა ერთი წუთით გაგაწყვეტინებ რაღაცა ესეთი ის გამახსენდა ახლა, რომ გიგო გაბაშვილი, როდესაც ჩამოვიდა მიუნხენიდან, იქ რაც ნახა იმაზე ამბობდა, რომ ეს თითქოს არ იყო მისთვის მოსაწონი ხელოვნება და მე მაინც რუსი ხელოვანები. თუმცა რომ დაბრუნდა იქიდან, აბსოლუტურად სხვა ხელოვნების კეთება დაიწყო. მე მგონი ცოტა თამაშის ელემენტი ჰქონდა, რომ კი ბატონო, იცით რა არის? აი მართლაც არსებობს ესეთი ჩანაწერი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მაინც საბჭოთა კონიუნქტურის ამბავია, როდესაც ამ ჩანაწერს ვადრიალებს ხოლმე, იმიტომ რომ რეალობა სხვანაირი დაალაგდა. როგორც გაირკვე, ხა გადავხდი, მაგრამ რა ხან თქვი, მოდი მაგას გავყვეთ. 2010 წელს ქალბატონმა მაია, ჩემმა პედაგოგმა, ქალბატონ მაია ციციშვილმა სავსებით შემთხვევით სულ ვამბობ ხოლმე ამას, იმიტომ რომ 2010 წლამდე ჩვენ ეს მხარე არ ვიცოდით. აი მთვარის ჭრილიანი მხარესავით იყო გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში და 2010 წელს მუზეუმის ფონდებში მუშაობის დროს აი საქაღალდე იპოვა, აი არაჩვეულებრივი ნამუშევრები და ამას საერთოდ შეცვალა პრაქტიკულად ჩვენთვის ისტორია. გამოდის, რომ გიგო გაბაშვილი მიუნხენში ცხოვრების დროს 1890-იან წლებში მუშაობს სიმბოლისტური მიმართულებით. თან ძალიან თამამ ექსპერიმენტებს. და ზუსტად ამან განაპირობა შემდეგ ის ათვლაც, რომ შეიძლება მოდერნიზმი დაწყებული იყო. კი, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო, ის რომ ჩამოდის აქ აკეთებს გამოფენას, ეს გამოფენა სადღაც პერიოდულად წყაროებში ჩნდება ხოლმე გამოფენა, რომელზეც გამოტანილი ჰქონდა რამდენიმე ნამუშევარი. და მაგრამ როგორც ჩანს, საზოგადოების მხრიდან არ იყო დიდი გამოხმაურება ამაზე და ალბათ გიგო გაბაშვილმა ჩათვალა, რომ აქ მუშაობა ამაზე არ ღირდა. ფაქტია, რომ ეს ნამუშევრები გადამალა, ყოველ შემთხვევაში შეინახა და მე გასაწვევების შემდეგ უკვე ცხადია შეეშინდა. ანუ 1921 წლის მერე ცხადია ვეღარ გამოაჩენდა, მაგრამ მანამდეც არ ჩანს. და მე სულ გული მწყდება, ეს ნამუშევრები რო ყოფილიყო უფრო მეტად აქტუალიზირებული, მაშინ დროს არ ვიცით როგორ განვითარდებოდა, რა დინამიკა ექნებოდა ქართულ მოდერნიზმს, იმიტომ რომ მან პრაქტიკულად ვერ იმონაწილევა შემდეგი თაობების აღქმაში. აი ეს არის ცუდი. და ჩვენ ამას ასეთი დაგვიანებით ვიგებთ ამ ამბავს. ამიტომაც ეს თარიღები გადაიწია. გარდა ამისა, კიდევ ვიტყვით, რომ ჯერ ესეთი უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მოდერნიზმი, ეს ჩვენ ტერმინს ვხმარობთ, ქართულ მოდერნიზმს როცა ვამბობთ, ხშირად გულისხმობთ ქართულ ავანგარდს. ეს არის დასავლეთ ევროპული ავანგარდის ქართული ეკვივალენტი. რომელსაც მოდერნიზმი იმიტომ ვარქვევთ, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს უფრო სპეციფიკური მოვლენაა და როგორც ისტორიული გამოცდილება იწევს თავის თავში არა მარტო ავანგარდულ მიმდინარეობას, არამედ პროტოავანგარდულს, ანუ იქნება იმპრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი, ხო? ანუ ჩვენ შემთხვევაში იმის გამო, რომ დროში ცოტა გვიან ვეზიარეთ იმას, რაც ევროპაში ხდებოდა, მოგვიწია აი ნახტომისებურს ამბობენ ხოლმე. ნახტომისებურად დავწეოდით პროცესებს. ამიტომ ჩვენთან აკუმულირდა, წარმოგიდგენთ, აი საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ 1880 წლიდან 1930-იან წლებამდე პერიოდში გავიარეთ ის, რაც ევროპამ გაიარა 6 საუკუნეში. ანუ ჯოტოდან არ ვიცი, პიკასომდე, ხო? და ჩვენთან ეს ყოფილი აკუმულირდა სულ რაღაც 50 წელიწადში. ყველაზე ბევრს ვამბობ, არც კი. ეხლა რატომ 1930 წელს იცით? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გასაბჭოებაც არ არის სწორი, უფრო ვიტყოდი, რომ რუსეთის მიერ საქართველოს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მოხდა და 21 წლის მერე, რა თქმა უნდა, უკვე პირობა ამინდი იცვლება საქართველოში, მაგრამ მეტნაკლები თავისუფლება არის სადღაც 36 წლამდე, 34-მდე ნამდვილად. და ეს თავისუფლება არის ძირითადად თეატრის სფეროში.
მაგრამ ზაზგურ მხატვრობაშიც, პრინციპში, ვიზუალურ ხელოვნებაშიც, იმიტომ რომ ეხლა რომ აი უფრო ბევრი ავტორის ნამუშევრებს თუ ქრონოლოგიურად ნახავ, არა მარტო ხა ვერ ვიტყვი რომ 24 წლის მერე აღარ იხატება არაფერი. არა, 30-იან წლების დასაწყისში ჯერ კიდევ იქნება საკმაოდ ავანგარდული ჟღერადობის ტენდენციის მქონე ნამუშევრები. მაგრამ ნუ ტერორი წირითელი ტერორი სადღაც 36 წლის ბოლოდან იწყება, უკვე ძალიან გამოხატულად და იმის მერე ცხადია ეს პროცესები წყდება. ხო, სამწუხაროდ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველმა მოდერნისტებმა შეცვალეს მიდგომა ხელოვნებასთან, ხო და მათი სუბიექტური ხედვა გადმოვიდა, ხო, მათ ხელოვნებაში, ვთქვათ, ეს აღარ იყო რაღაცა რეალისტური შეხედულება სამყაროს მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება ამანაც ითამაშა რაღაც როლი, რომ ფოტოგრაფია იჩენს აქ უკვე თავს და ვთქვათ, რეალისტური აღქმა სამყაროსი უფრო მეტად გადაებარა ფოტოგრაფიას და მხატვრებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტად კი, ეს აი 1870-იან წლებში იმპრესიონიზმზე თუ ვისაუბრებთ, ნამდვილად ესეა. და მოგონი ჩვენ შემთხვევაში მოდერნიზმში ხდება ესეთი. ჩვენთან უფრო არის იცი როგორ არის საქართველოში საინტერესო ის არის რომ ქართველი მოდერნისტები უფრო მეტად ინტერესდებიან არა ვთქვათ იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმით, ნუ იმპრესიონიზმით ნაკლებად, პოსტიმპრესიონიზმით ნაკლებად მაინც, იმიტომ რომ სეზანის ფიგურა ისეთი, რომელიც მაინც მე-20 საუკუნის ხელოვნებას ძალიან განსაზღვრავს და უფრო აქტიურად მუშაობენ უფრო ავანგარდული მიმდინარეობით კუბიზმი, ფუტურიზმი, კუბოფუტურიზმი, აი კუბოფუტურიზმის ვერსიები. ფრაგმენტული აღქმა აქვთ თითქოს უფრო მეტად არა სამყაროში. შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ახლა დაეწაფდნენ ამ ახალ ტენდენციებს და ახალი ვიზუალური ენა იქმნება. მაგრამ ძალიან საინტერესოა ქართული მოდერნიზმის შემთხვევაში მიმართება ტრადიციასთან. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ავანგარდის სამოქმედო პროგრამა თუ არა იდეა არის, რომ უპირისპირდები ტრადიციას, იმიტომ რომ მათ აქვთ მრავალსაუკუნოვანი რეალისტური ხელოვნების ტრადიცია, რომელზეც აქვთ აგრესია. და ქართველებისთვის აი ეს რეალისტური ხელოვნება არის რაღაც 30 წელი გიგო გაბაშვილის თაობა. არ არის ხა ისეთი ფესვგადგმული ტრადიცია და მასზე რეაქცია არ აქვს. მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, რომ ეს ქართული მოდერნიზმი არ არის უბრალოდ ფეხის აყოვლა რაღაცა ტენდენციებზე. ეს არის ის მომენტი, რატომაც არის მნიშვნელოვანი. როდესაც ქართველები იწყებენ თვით იდენტიფიცირებას და საკუთარი აი კულტურული კოდების, როგორც ახლა ვამბობთ ხოლმე, ესეთ გააზრებას, ძიებას და სწორედ წარსულთან მიმართებით უნდა დაადგინონ საკუთარი იდენტობა. ამიტომაც მათთვის შუა საუკუნეების ხელოვნება ითვლება იმ ნამდვილ ქართულ სახვით სისტემად, რომელთანაც უნდათ რომ გამოიყენონ როგორც სოციალური კავშირი დააყენონ. ხო, ანუ მათ რა არის, იცით, აი რომ ნახოთ ძალიან საინტერესო იმ პერიოდის პრესა, იმ პერიოდის ჩანაწერები, სხვა თუ არაფერი დავით კაკაბაძის არაჩვეულებრივი თეორიული ნაშრომები, შალვა ქიგოძის მიმოწერები და საერთოდ აი პერიოდულ გამოცემაში გაშლილი არის პოლემიკა, რა უნდა გააკეთოს ქართულმა ხელოვნებამ და მათი პროგრამა აი სამოქმედო არის რომ შექმნან ერთის მხრივ თანამედროვე ფორმა, რომელიც იქნება თავსებადი, ადეკვატური და სინქრონული იმასთან, რაც დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოში ხდება და მეორეს მხრივ შექმნან ნამდვილი ქართული. აი ნამდვილ ქართულში ისინი გულისხმობენ სწორედ ამას, თვისობრივად ქართული და ამის საუკეთესო წყაროთ ეგულებათ სწორედ ეგულვებათ შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება და იწყებენ სწავლას. და ძალიან საინტერესო მაგალითი არის მოდერნისტული ჯგუფი, როცა იწყებდა ჩამოყალიბებას დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივები, რომ ის აწყობდა ექსპედიციებს, ხო, შუა საუკუნეების ხელოვნების შესასწავლად, მაგალითად ნაბახტევში ჰქონდათ პირველი გასვლა, სადაც ქართულ ორნამენტზე იმუშავეს და შემდეგ უკვე ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო მასალა არის და სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რაღაცნაირად რატო არ ხდება არასდროს ამის ჩვენება, იმიტომ რომ კონტექსტი კიდევ უფრო მეტად გასაგები იქნება და გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცნობთ მოდერნისტი ავტორების დამოუკიდებელ შემოქმედებას, ხო, რასაც ისინი თვითონ აკეთებდნენ, პლუს ეს საფუძველი რომ ჰქონდათ, რომ ესენი აკეთებდნენ გადახატვებს ამ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ორნამენტებს და ასე შემდეგ, მგონი კონტექსტ კიდევ უფრო მეტად კარგად გაშლიდა. ხო, იმიტომ რომ რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი იწყებენ კვლევას. დიმიტრი შევარდნაძე მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, იმიტომ რომ მან მიუნხენში თან სამუზეუმო საქმეც ისწავლა და ზოგადად ეს არის ძალიან ფართო ხედვის ადამიანი. აი, მე მგონი ცოტა არის ისეთი ქართული კულტურისთვის ამდენი გაეკეთებინას. შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ის არის ინიციატორი და არსებს კი ბატონო ქართულ მხატვარს და საზოგადოებას, სადაც პრაქტიკულად მოიცვა მთლიანად, ხო, საქართველოში, არა მარტო ქართველი, არამედ არაქართველი საქართველოში მომუშავე მხატვრები. გააკეთა საზოგადოება, მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და მისი განსაკუთრებული მეცადინეობის და მისი ბრძოლის შედეგია, რომ ეს ჩვენი ხუთეულის და პრინციპში მიხეილ ვილანიშვილი ანა თექსეულს გაუშვებენ სასწავლებლად მაშინ პარიზში მაშინ არის დღევანდელი პარიზი არ არის უფრო მეტია გაცილებით, ხო? და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რითი დაინტერესა ის ადამიანები, ვინც
თანხები მისცა მათ გასაშვებად, რომ ისინი დაბრუნდებიან საქართველოში და გააგრძელებენ. ესეც ძალიან საინტერესო. აი ამ მომენტზე სულ ბურძლავს, იმიტომ რომ ნახეთ რა არის როგორი შეგნება აქვთ, როგორი ესე იგი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ ქართველებს, მხატვრებს და არა მარტო მხატვრებს, ყველა ვინც წავიდა, ისინი ხო იყვნენ ფსიქოლოგები, მეცნიერები, სხვადასხვა ზუსტი და ესეთ ჰუმანიტარული მეცნიერების წარმომადგენლები და ყველას აქვს გააზრებული რომ მიდის იმიტომ რომ იგისწავლოს, ჩამოვიდეს და აქ საკუთარი ქვეყნის საქმე აკეთოს. და რომ ნახოთ მაგალითად შალვა ქიქოძე და დიმიტრი როზნაძე აღარ მახსოვს ვიღაცასთან აქვს მიმოწერა და არ შემეშალოს და როგორ ამბობს რომ მე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული სახელმწიფოს წინაშე რომ ესე იგი სამწუხაროდ მაინც შალვა ქიქოძე ვერ ბრუნდება. მაგრამ აი ეს და ყველას ესე ქონდა. ეს არის პასუხისმგებლობის გზნობა, რომელიც სხვათა შორის ქართულ მოდერნისტებს განასხვავებს დიდად სხვებისგან ფიქრობ, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობის განცდა ზოგადად ავანგარდი ზუსტად პასუხისმგებლობას იხსნის გარკვეულწილად, ხო, საკუთარ ხელოვნებაში რაღაცნაირად დისტანცირდება ტრადიციასთან და მას რო წყვეტს და ანტიესთეტიზმს რო ამკვიდრებს, იმას ეწირება ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობა. და ქართველებს ეს ძალიან აქვთ. და საინტერესო კიდე ის არის, რომ როგორ არჩევენ გამოფენა სპეციალურად 1919 წელს ეს დიდი გამოფენა, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით გაკეთდა, გულისხმობდა ზუსტად ამას, აი რეტროსპექტივას ქართული მხატვრობის, რომელზეც კომისიამ შეარჩია სწორედ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები. ხო და ეს იცი რა, დიმიტრი შევარდნაძის თემა რო სრულად ამოვწუროთ კიდე რამდენიმე დეტალი, რომ ვთქვათ მაგალითად ის, რომ პირველი ქართული ხელოვნების ინსტიტუცია შექმნა დიმიტრი შევარდნაძემ და რეალურად მის ჩაყრილ ფუნდამენტზე დგას დღემდე ხო ეს ინსტიტუცია. მუზეუმი სხვა თვალფერი, ეროვნული მუზეუმია, მუზეუმი როგორც ინსტიტუცია, სამუზეუმო კოლექციის შედგენა მან დაიწყო. მოდი ვთქვათ, რომ ფიროსმანის ნამუშევრების უმრავლესობა ერთად. მე როგორც მახსოვს, მე მგონი დიმიტრი შევარდნაძე მოსკოვში ზდანევიჩისგან იყიდა კიდევაც არა, აი ჟირაფი მაგალითად. რაღაცები იყიდა, რაღაცები საჩუქრადაც გადასცეს, კი ბატონო. საჩუქრად გადასცეს, ასევე წითელი ტერორის ორმა მსხვერპლმა ცოლ-ქმარი იყვნენ მიქაძე, რაისა მიქაძე მოქანდაკე, რომლის არც ერთი ნამუშევარი არ გვაქვს შემორჩენილი. მე როგორც მახსოვს, 3 ნამუშევარი მისცა დიმიტრი შევარდნაძის. ასევე რამდენიმე ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის ფიროსმანის ბაზარში აქვს. კი, ძალიან ბევრი, ისინი დადიოდნენ დუქნებში და ეძებდნენ, ბევრი არყით და ბევრისგან იყიდეს. ასე შედგა კოლექცია. გარდა მაგისა, დიმიტრი შევარდნაძეს აი ესე მაშინ როგორ იყო ხო გახსოვთ, რომ ეს ნახევრად დანგრეული ეკლესიები, ახლა რამდენი გვაქვს დანგრეული და მაშინაც ბევრი იყო უთუოდ, დადიოდნენ და აი ძველ რელიეფებს აგროვებდნენ. ანუ ყველაფერს ემემკვიდრევა ეს ადამიანი და შექმნა სასწაული ფონდი. რეალურად. და მან გადაარჩინა მეტეხის ტაძარი თუ და ეს გახდა ზუსტად მისი დახვრეტის. რა თქმა უნდა. ეს იყო ბოლო წვეთი, ისედაც საერთოდ ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა იმისთვის, რომ არ მოხვედრილიყო ამ სიაში, რა თქმა უნდა და ბოლო წვეთი იყო ნამდვილად რომ მეტეხის ტაძრის აფეთქებას, ბერიას უშუალო განკარგულება უკვე გაცემული იყო, რომელსაც და უნდა და რუსთაველის ძეგლის დადგმა მეტეხის ეკლესიის ნაცვლად ბერიას და მე მგონი დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად იყვნენ გიორგი ჩუბინაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი. და დიმიტრი შევარდნაძე რეალურად მე ტაძრიდან არ განმოვიდა, როდესაც დასანაღმად მივიდნენ წარმოიდგინეთ. და სხვა შორის მან და არის მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილის ჩანაწერი, როდესაც ბერიას შეხვდნენ და ნუ თქვეს ეს თავიანთი წინააღმდეგობა ეკლესიის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავის ქალიშვილს უთხრა, რომ გამორიცხულიაო, რომ ეს ამბავიო, კარგად დასრულდესო და გვაპატიონო. ასევე სხვა შორის, როდესაც დიმიტრი შევარდნაძე იმავე საღამოს მიწის ქეთევან მაღალაშვილთან, რომელსაც ძალიან დიდი მეგობრობის სიყვარული აკავშირებდა და საკუთარ საათს აძლევს, მაჯის საათს უტოვებს ზუსტად იმიტომ, რომ იცის, რომ ეს ცუდად დამთავრდა. კიდე დაახლოებით რო ვიცოდეთ, როგორ ცხოვრობდა იმ პერიოდში თბილისში ადამიანები, არის დიმიტრი შევარდნაძეზე ასევე ესეთი ჩანაწერი, მე მგონი ტიციან ტაბიძის მეუღლის მოგონება არის, რომ ნიტასი შეიძლება შვილის. მე ნინოსი მახსოვს, რომ ბარნოვზე თავის სახლში სახურავზე ქონდა მოწყობილი, სადაც ედგაო შეძლონგებიო და ყავის სამვარიო, სადაც პატიჟებდა ხოლმე, ვიკრიბებოდით და ხელოვნებაზე საუბრობდით. თავგანწირული ადამიანი იყო საოცრად ნამდვილად. კარგია რომ ის სახელობის არის მუზეუმი. ხო, ეროვნული გალერეა არის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის. ხო, სხვანაირად მე მგონი არ შეიძლებოდა რა. ნამდვილად ეს იყო სწორი აბსოლუტურად გადაწყვეტილება. ქრისტინა, ხო ვისაუბროთ რამდენიმე მოდერნისტ
ხელოვანზე, რომელსაც შენი სუბიექტური აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, ან აი რაღაცა კონკრეტული ნამუშევრების გამოთვლით, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული დრო შეიძლება ახლა მიუძღვნათ საუბრისას. მე აი დავით კაკაბაძეზე ალბათ. კი ბატონო, კაკაბაძე ნამდვილად გამორჩეული ფიგურა არის, იმიტომ რომ ის არის ასეთი თეორეტიკოსიც გახლავთ, ანუ მოგეხსენება და ანუ ეს მისი სამუშაო პრაქტიკა, რომ თეორიულ წიაღისლებსაც და კვლევასაც რომ მუშაობდა, ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს მას. გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერია, გარდა იმისა, რომ სხვათა შორის აი როცა ვამბობთ, რომ მოდერნიზმთან კავშირი დღეს იგივე აბსტრაქცია, ხო? დავით კაკაბაძე პირველი ქართველი ტექნოლოგიური გადააზრება ხელოვნურად. კი ბატონო. და თან რა არის, იცით, როდესაც მაგალითად ვლაპარაკობთ, რომ აი თქვათ აბსტრაქცია, რომელიც ჩვენთან 1950-იან წლებში შემოდის და მე შურა ბანძელაძის სახით, ხო? პირველ რიგში და მასთან დაახლოებული მხატვრების წრის სახით. და გასაგებია, რომ მათ მაგალითად სწორება აქვთ ამერიკულ ექსპრესიონიზმს, აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს ამერიკულზე, მაგრამ მაინც ის რომ საკუთარი კულტურის წიაღში ეგუებათ დავით კაკაბაძე და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამის ტრადიცია გვაქვს, ეს მათ ძალიან უმაგრებს სურს და გარკვეულწილად მიუხედავად აი ამ ტენდენციის ამერიკულ ხელოვნებასთან, მაინც ისიც გარკვეულ ბექგრაუნდს, როგორც ვამბობ, საკუთრებას უქმნის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი კაკაბაძე ამ მხრივ ყველაზე უფრო ფართო სპექტრის მხატვარია, რომელიც ახლა ჩვენ ვიცით, რომ ისინიც კი ვინც პარიზში წავიდნენ, გარკვეულწილად საკუთარი იდენტობა, საკუთარი შეინარჩუნა ყველამ და ძალიან ბევრი როგორი თემითაც წავიდეს, ეს თემით ბრუნდება. აი მაგალითად ლადო გუდიაშვილი უდიდესი ნამდვილად მხატვარი და სულაც არ ვეთანხმები ხოლმე იმ ტენდენციას, როცა რაღაცნაირად ამ ბოლო დროს უბრალოდ აქვს მას ადრეული უფრო ძლიერი პერიოდი და შემდეგი გასაგებია უფრო სუსტი, მაგრამ ის ნამდვილად დიდი მხატვარია, ის თავისი თემით მიდის საფრანგეთში. აი ამ კინტო ყარაჩოღელების თემით, რომელიც არის პრაქტიკულად ჩვენი თბილისური ეგზოტიკური სუბკულტურის კიდევ უფრო ეგზოტიზაცია. ანუ მან კარგად თარგმნა ევროპელებისთვის კარგად გასაგებ ენაზე თარგმნა ეს მთელი თავისი მოდერნისტული წიაღისვლებით და თავის ფორმის დეფორმაციით, ექსპრესიით და ყველაფრით და პრინციპში ეს იყო მისი თემა, რომლითაც შეამჩნიეს, რომლითაც იქ ინტეგრირდა, გამოფენები აკეთა და ამით ბრუნდება. უბრალოდ მე ვეღარ აკეთებს. გასაგებია, რომ საბჭოთისთვის ეს მიუღებელი თემა იყო. მთელი თავისი ბევრი ნიშნით, ხო? და დავით კაკაბაძე ის ხატვა ელინი ახვლედიანის ესება ვთქვათ, ხო? რაც თავისი თბილისის აქაც ხატავს, იქ პარიზს ხატავს, მაგრამ ეს მაინც ურბანული პეიზაჟების წამყვანი თემა, ხო? და დავით კაკაბაძე, რომელსაც დღეს ხშირად პეიზაჟისტად მოიხსენიებთ, გასაგებია, ხო? მაგრამ იქ რო ჩადის, თავი მოსინჯა ყველაფერში, აკეთებს კუბისტურ კომპოზიციებს, აკეთებს თავის საოცარ პეიზაჟებს, რომელსაც მიმდინარეობაშიც ვერ ჩასვამ და აკეთებს სხვადასხვა ტიპის სერიას აბსტრაქციაში. და ისეთი დიდი ქანდაკებას აკეთებს, ხო, ეს მისი ცნობილი ზედი და ამდენად ყველაზე უფრო მრავალფეროვანი ქანდაკება არის, მე მგონი ამერიკაში იელის უნივერსიტეტი, ამიტომ კეთრინ დრეიზერის ის იყო კოლექციის ერთ-ერთი საყვარელი მისი, როგორც ამბობენ, საყვარელი ნამუშევარი, რომელიც მან შეიყიდა მასში პარიზში და დღეს იქ არის. და ასევე შალვა ქიქოძე, რომელიც მაგალითად ერთ-ერთი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც სიმბოლიზმს შეეხო, ხო? სიმბოლიზმს შეეხო, სიმბოლიზმი და ექსპრესიონიზმი, აი ეს ექსპრესიონიზმი, მას აი ეს გერმანიაში თავს კარგად იმით უგზნობს, რომ ექსპრესიონისტული გარემოა და ძალიან და ეს ექსპრესიონიზმი თავისთავად სიმბოლიზმი ძალიან ბევრია. ეს ორი ერთმანეთის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი მიმდინარეობა ისედაც. გარდა მაგისა, და სულ მაქვს ეს პრობლემა, რომ ამ ქართველ მოდერნისტებს დავიყვანთ ხოლმე მაინც რამდენიმე ადამიანზე და სინამდვილეში ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარია და მათ შორის ნიჭიერი მხატვრები, რომელიც თითქმის არ იცის ფართო საზოგადოება, რა თქმა უნდა, პრესასწრაფით, არქივშია ყველაფერი შენახული და მათი ექსპონირება ძალიან იშვიათად ხდება. არქივი, კი ბატონო, არქივი, ფონდები, გასაგებია, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც არც არის და ბევრი არის გაბნეული კერძო კოლექციებში, ან მხატვრის, ესე ვთქვათ, ოჯახებში, მემკვიდრეებთან. და ბევრი ესეთი მხატვარი, ხა მე მაგალითად გული მიფიცქავს, რა თქმა უნდა, კლარა კვესე, რომელიც ლატვიური წარმოშობის ქართველია, ემა ლალაევაიდებირძე, სომხური წარმოშობის ქართველია, იქ არის მაგალითად ძალიან ბევრი ისეთი მხატვარი, რომელიც აი როგორ გითხრათ, არც კი მაგალითად მიხეილ გოცირიძე, რომელიც სპეციალისტებმა ვიცით, მაგრამ ნაკლებად იცის საზოგადოებამ ძალიან კარგი მხატვარია. მეგონი ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ისმის მე ყოველ შემთხვევაში ბევრჯერ მომხვდა მტყურში თქვა ბოლო 2 წლის განმავლობაში მიხეილ გოცირიძის თამარ თავაძე მაგალითად თამარ თავაძე ასევე მერი მიქელაძე ბაგრატიონი მშვენიერი მხატვარი აი ეს მხატვრები სინამდვილეში არის მრავალფეროვანი სურათი ქართული მოდერნიზმის ისე როგორ ფიქრობ რამ განაპირობა ამ სახელების რაღაცნაირად დაკარგვა ხო იცი რა არის ძირითადად ვისაც ახლა ჩვენ ვამბობთ არიან ცოტა უფრო ახალგაზრდები ეს არის ქართველი მოდერნისტების მეორე თაობა რომლებიც 1924 წლის მერე
ხდებიან, ამთავრებენ აკადემიას და გამოდიან ასპარეზზე და ამ დროს უკვე ძალიან მალე იწყება ესე ვთქვათ მარწუხების მოჯერა და უკვე ძალიან მაგ რეპრესიები და ზოგადად სოციალისტური რეალიზმის ეს ნარატივი იქნება და უკვე ვეღარ ახერხებენ ისე მუშაობას. ანუ მათი მემკვიდრეობა არის დროშით შეზღუდული და ნაკლებად დიდარი და თვითონ არ იყვნენ ჯერ კიდევ ისე ინტეგრირებული ქართულ მოდერნისტულ ავანსცენაზე, როგორც წინათაობა. და მაგიტომაც. და მე რა თქმა უნდა ამ ტერორის და აი ამ საერთო შეზღუდვის პირობებში და ცენზურის პირობებში ვეღარ ახერხებენ ისე იმუშავა და შემდეგი პერიოდი როგორც წესი არის ხოლმე ძალიან ჩვეულებრივი რიგითი. მე სხვათა შორის უმეტესობა ამ ოჯახების მაგალითად ორი ქალი რომელიც დავასახელე კლარა კვესტა ემაკალალაევა ორივე არიან რეპრესირებული ოჯახიდან. ერთს მეუღლე დაუხრიტეს, მეორეს ძმა დაუჭირეს და მამა დაუხრიტეს და ეს რეპრესირებული ოჯახი ნიშნავს რომ მუდმივი შიში აქვთ ესე ტრავმირებული თაობა და ტრავმირებული ადამიანები რომლებიც თვით რეალიზაციას ვერ ახერხებენ. რომელსაც განსაკუთრებული აი ეს ის აქვთ რა ფობია. რადგან ეხლა შევეხეთ თემა მოიტანა რომ არაეთნიკურად ქართველი ხელოვანები ასევე იყვნენ ქართული მოდერნიზმის განუყოფელი ნაწილი. როგორ და ზოგადად რაღაც თბილისი ძალიან ავანგარდისტული ქალაქი იყო, ხო, მულტიკულტურული, მულტიენობრივი კოსმოპოლიტური ქალაქი იყო. როგორ ფიქრობ, განსაზღვრა ამან რაღაც წილად ქართული მოდერნიზმი, როგორც ძალიან მრავალფეროვანი მოვლენა ქართული ხელოვნების ისტორიაში? მე მგონია რომ კიდევ აი ეს ქართული მოდერნიზმის გახსნილობა, მიმღეობა გულისხმობს უბრალოდ ამას, აი მრავალეთნიკურობას, რომლებიც ისე ინტეგრირდნენ და საბოლოო ჯამში ქართული კულტურის ნაწილი გახდნენ. თანაც ეს მხატვრები არიან ძირითადად სწორედ თბილისში დაბადებული და გაზრდილები. და თბილისი ამ დროს მართლა ძალიან მულტიკულტურული. ეს არის რაღაცა სასწაული ავანსცენა, ეს არის ეკვივალენტი ნამდვილი იმისა, რაც ხდება მსოფლიოში იმ დროს და განსაკუთრებით სწორედ თბილისი ეს საერთოდ უნდა ითქვას, რომ ავანგარდი მეგაპოლისური კულტურა არის, ეს დიდი ქალაქების კულტურაა და იმიტომაც არის ცენტრები იქ პარიზი, მიუნხენი, ციურიხი, მოსკოვი, პეტერბურგი, ხო, ბერლინი, აი ეს დიდი ქალაქები და ზუსტად იმას ემსგავსა იმ პერიოდის თბილისი და ეს გამოიხატა იმაში, რომ თავი და თბილისი, რომელიც მანამდე მოდი ვთქვათ, სიმართლე და იყო ერთი ვაჭრუკანა ადმინისტრაციული ქალაქი. ეს იყო ამიერკავკასიის ცენტრი, ამიტომ ბევრი ფული ხარჯებოდა ვთქვათ კავკასიაში ყველაზე მეტი აქ, იმიტომ მეფის ნაცვალი აქ იჯდა, მაგრამ თბილისს, როგორც ხაჭორს ლუიჯი მარგარეტო ამბობს, რომ მაგალითად ცისფერყანწელებიო, ქუთაისელები არ კადრულობდნენ თბილისს 1916 წლამდე. იმიტომ რომ რეალურად ინტელიგენტური ქალაქი, იქ სადაც რაღაც უფრო საინტერესო ხდებოდა ხელოვნების სფეროში, გიმნაზიის გამო იყო ქუთაისი. და ქუთაისი ქუთაისი კიდე სასწაული ქალაქი იყო, მაგრამ აი როდესაც საქმეზე მიდგა და დაიწყო ეს მოდერნისტული ტალღა, თვითონ ქუთაისელები მიხვდნენ, რომ თბილისი გახდა გაუცნაურდაო, როგორც ეს ამბობს, ხო? და ავანგარდში მოექცა, იმიტომ რომ დიდი ქალაქია სხვა შესაძლებლობების და სხვა პოტენციის და თან მდებარეობა აქვს სხვანაირი, ამიტომ უცხოელები რო ჩამოდიოდნენ, ქუთაისში არ მიდიოდნენ, თბილისში მოდიოდნენ. ამიტომაც ცისფერყანწელები, რეალურად ქართული მოდერნიზმი ჩვენ ვიცით ასევე ლიტერატურიდან, ხო? პროცესები იქ შეიძლება ითქვას, არ ვიტყოდი რომ უფრო ადრე, მე მგონი აქაც თანადროულად დაიწყო, მაგრამ ცნობილია მაინც ცისფერყანწელების სახით. ანუ ცისფერყანწელები ჩამოვიდნენ ამასობაში სხვათა შორის ისე მოხდა, რომ ეს ჩვენი ქართველი მოდერნისტები, რომლებიც გაფანტულები იყვნენ ზოგისად და ზოგისად სასწავლებლად, ზუსტად 1910-იან წლების შუა პერიოდში იყრიან თავს თბილისში. აი რომ ნახოთ ქრონოლოგიურად 1915 წელს ჩამოდის ზუსტად დიმიტრი შევარდნაძე. ხო, 16 კი ბატონო. მე დაძლები. სასწაული 16. მე რატომ ახსოვს იქ ეს ოჯახი? არა, მე დაძლევს. ნუ იმიტომ რომ დიმიტრი შევარდნაძე. 1900 რო ვთქვი უკან. 1916 კი ბატონო. მე 1900 რა თქმა უნდა არ ვიცი და მე მგონი 17-ში ჩამოდიან ძმების დანევიჩები. ანუ ჯერ კირილე, მე ილიას დანევიჩი ის ჯარშია, ფეხში დაიჭრება და ჩამოდის. 1917 ჩამოდის შალვა ქიქოძე და ისა ჩვენი დავით გაგაბაძე, რომელიც რუსეთში სწავლობენ და იქ უკვე იცნობენ. ანუ უცნაური ისე რომ თბილისში კი არ გაიცნე. ეხლა ძალიან გავერთე მე მგონი. თქვი. თბილისში კი არ გაიცნეს ძმების დანევიჩი, ანუ კირილე და ილია დავით გაგაბაძემ გაიცნო პეტერბურგში. იმიტომ რომ ერთ სახელოსნოში აღმოჩნდნენ. მოკლედ ეგეც ისტორია იქ დამეგობრდნენ. გაიცნო მე მიხეილედან და მე უკვე აქ თბილისშიც რა თქმა უნდა კონტაქტობენ. ისინიც ჩამოვიდნენ. ამასობაში თბილისში ხო ესეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თბილისში ჩამოდიან ძირითადად მთელი რუსეთის იმპერიიდან გამოქცეული ადამიანები, რომლებიც იმ საშინელ რევოლუციას და უბედურებას სამოქალაქო ომს გამოექცნენ და ეს ძალიან საინტერესოა, რომ რამ შეუწყო ხელი ქართულ მოდერნიზმს და თბილისის ესეთ აყვავებას, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიაში საოცრება ხდება
1905-დან ხო დაიწყო ეს რევოლუცია, მაგრამ 17-ში ხო დიდი რევოლუცია იყო და ამას მოყვა ეს სამოქალაქო ომი, უბედურება, შიმშილის სიკვდილი, აი ოსიპ მენდელშტამი ამბობს, რომ მთელი ამ უბედურების ფონზე თბილისი გვესახებოდა როგორც პატარა შვეიცარიაო. ანუ რა, ნეიტრალური მშვიდის ნავსაყუდელი, ხო? აი მართლა ესეთი როლი შეასრულა თბილისმა და მთელი იმპერიიდან არა მარტო რუსები, არამედ იმპერიაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების კულტურის სფეროს აი წარმომადგენლები მაგითო რა გულდასაწყვეტია, რომ რაღაცნაირად მაგ პერიოდს რუსულ ავანგარდს უწოდებენ. რანაირად არის რუსული ავანგარდი? არანაირად არ არის, მაგრამ ნახე რა მოხდა. უმრავლესობა იქ არიან ბელორუსები, უკრაინელები, ქართველი, რუსები მათ შორის, პოლონელები, უკრაინელები და სადაც მარტო ხა სფერო როგორ მწერლები, პოეტები, მხატვრები, რეჟისორები, წიგნის დიზაინერები, ანუ არ ვიცი, აი ძალიან დიდი სფეროა. და ეგეც პროპაგანდა ალბათ, ხო? აი რა რუსული ავანგარდი? იცი რა არის? უფრო საინტერესო არის თუ შევხედავთ, რომ რუსული ავანგარდი ქმნის თბილისში საინტერესო რაღაცას თავისთვის. ანუ ნახეთ, ძალიან საინტერესო სინერგია მოხდა. აი ეს რუსები თუ უკრაინელები თუ პოლონელები, ანუ არაქართველები რომ ჩამოვიდნენ, ქართველებთან ერთად საოცარი კოლაბორაცია და თანამშრომლობა ჰქონდათ და ერთობლივად ქმნიან ძალიან ბევრ რაღაცას და ფუტურიზმი არის ამ მხრივ, ხო? ფუტურიზმის მიმართულებით, ჯერ მარტო ფუტურისტული წიგნები, რომელიც აქ შეიქმნა სწორედ რუს ფუტურისტ მწერლებთან, პოეტებთან ერთად. და ჩვენ ყავს კიდევ ჩვენივე წიაღში ყავს ილიას დანევიჩი, რომელიც უდიდესი ფიგურა არის ფუტურიზმისთვის და მე როგორც პარიზში ემიგრირების 1921 წლიდან ის უკვე პარიზში ცხოვრობს და იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, არ ვიცი მე, აი გოგო შანელის მეგობრობით დაწყებული, პიკასოს მეგობრობით დამთავრებული და პრინციპში იქ მარტო წრეებში კი არ არის, აი სიტყვა რომ ეთქმის ისეთია. პიკასო სავარაუდოდ პიკასომ ფიროსმანის შესახებ კი რა თქმა უნდა ილიას განცოდა და არა მარტო ფიროსმანი, ილიას დანევიჩი კონფერენციებზე გამოდიოდა და ქართულ შუა საუკუნეების ხელოვნებას აკეთებდა, რომელიც არაჩვეულებრივად იცოდა, აკეთებდა მოხსენებას და ბიზანტინისტიკები დღესაც კი იხსენებენ აი იმას, რომ პირველად ქართული შუა საუკუნეების ხელოვნება მსოფლიოს გააცნო ილია, აი ესე რა ფართო ასპარეზ, ფართო მასშტაბით გააცნო ილიას დანევიჩმა. და ამიტომ რუსული ავანგარდისტვის არის ძალიან საინტერესო და იმიტომაც დღეს რომ ნახოთ ძალიან საინტერესო რუსი ისტორიკოსები მართლა კარგი პროფესიონალები მუშაობენ თბილისურ ავანგარდზე ზუსტად იმიტომ რომ ეს მათთვის არის საინტერესო ეტაპი. ასე რომ ეს ადვილადაც არ არის საქმე. ხო, მოდი კიდე იცი რა ვთქვათ რომ მოდერნის ახასიათებს ჯგუფად ყოფნა ხო რაღაცნაირად, იმიტომ რომ აქ არ არსებობს ცალკე ვიზუალური ხელოვნება, ცალკე თეატრი, ცალკე ლიტერატურა, ეს ხალხი რაღაცნაირად ერთად თანაარსებობს და ქმნის ერთ დიდ ჯგუფს, რომელსაც მთლიანად ქვია მოდერნისტული ხელოვნება. აი ახლა სხვათა შორის დღეს სანამ აქ მოვიდოდი, მანამდე ვფიქრობდი, რომ ნეტ აი ამან ხო არ გახადა კიდე უფრო საშიში იმ დროს საბჭოთა პერიოდში ეს ადამიანები უფრო მეტად საშიში, იმიტომ რომ აზრის გავრცელება ჯგუფისგან რა თქმა უნდა ბევრად უფრო საფრთხის მომცველი, იმიტომ რომ იმ ჯგუფში ერთი ადამიანი მაინც თუ მოგწონს და ენდობი, ესე იგი ხო ვრცელდება ყველაზე, ხო ეს აზრი. და ძალიან საინტერესო ფაქტი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც თითოეული ავტორი იყო უკიდურესად ინდივიდუალისტი, მოქმედებდნენ როგორც ჯგუფი და მუშაობდნენ და არსებობდნენ როგორც ჯგუფი. ხო, იცი რა, თუ შეიძლება ესე ითქვას, ყოველ შემთხვევაში ამ ავანგარდმა გარკვეულწილად ხელოვნების დარგებს შორის ეს მყიფე საზღვრები კიდევ უფრო წაშალა. უფრო ესეთი სინერგიული ხასიათის არის. მაგალითად, იგივე ფუტურისტული წიგნი, ხო? ამაში ხო წიგნის დიზაინი ხო ეს პრაქტიკულად ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება გახდა. რომელშიც მონაწილეობს ანუ ნაწარმოები, აი ამ ზაუმის ენაზე დაწერილი, რომლის პრეზენტირებაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია ავტორის გარეშე, ერთეულები ახერხებენ. წიგნის დიზაინი ამასთან კავშირში მე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს რაღაცნაირად ეს ცოტა დადაიზმის ელემენტია, მაგრამ აი ეს არტისტიზმი, აი ეს ცოტა ეპატაჟური ხასიათი, რომელიც ავანგარდს ჰქონდა, რომელიც თბილისში სწორედ არტისტული კაფეების ტალღა მოიტანა და გათამაშდა ეს კაფეები. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქიმერიონი. ხო, ესე იგი იწყება ალბათ ესე იგი 1917 წლიდან, ანუ ფანტასტიკური დუქანი ალბათ ერთ-ერთი პირველია, მეგობრული ნუგეში, არგონავთა ნავი, არაჩვეულებრივი მხატვრობი, ფანტასტიკური დუქანი. არგონავთა ნავი იყო რუსთაველის თეატრში. ეს უბედურება, რომელიც ბოლოს შემორჩენილი კილეს დანევჩის მხატვრობა განადგურდა. ჩვენი დაუდევრობით უთაოდ და ქიმერიონი, რომელიც კიდევ კარგი დღემდე შემორჩენილია და ყველა ეს კაფე ქიმერიონი უფრო ცისფერყანწელების პროექტი იყო, ასე ვთქვათ. ყველა ეს კაფე იყო მოხატული ამ მხატვრობაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი მოდერნისტები და მოწვეულებიც. და ისე კარგად დაემთხვა, რომ სერგეი სუდეიკინი, ვინც ქიმერიონის მხატვარია, რომელმაც დავით გაგაბაძე გოლადგუდიაშვილი მიიწვია, ის იყო ასევე აი ცნობილი კაფის
მაწაწალად ძაღლის მხატვარი არის, მხატვარ დეკორატორია და ზუსტად აქ იყო თბილისში, ზუსტად რუსეთიდან გამოქცეული და აი ის მიიწვიეს ამის მოსახატად. ამდენად სერიოზული ნიმუშია ხელოვნების. მოდი, ესეც მე მგონი საინტერესო იქნება რომ ვთქვათ, რომ კაფეების და დუქნების ხატვა არ ითვლებოდა რაღაც დამაკნინებელ. აი ძალიან ხშირად გამიგია, რომ აი ფიროსმანი რომ დუქნებს ხატავდა. ეს სინამდვილეში რა ვიცი, ითვლებოდა ძალიან დიდ პრივილეგიად, რომ ესე იგი ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის, ვისაც შეეძლო იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება. ხო, ნახე როგორ არის, ახლა ამაზე ძალიან ჩემი კოლეგა და ძალიან საყვარელი ადამიანი თეატრი აბატაძეს კარგი იდეა აქვს ძალიან ნაშრომი ამაზე ქიმერიონთან დაკავშირებით და ზოგადად არტისტულ კაფეებზე და მასთან ეს უფრო სიღრმისეულად არის. მე ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ არტისტული კაფეები და დუქნები ორი სხვადასხვა მოვლენა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჩვენ რომ დუქნების ასე ვთქვათ ინსტიტუტი გვაქვს თუ ტრადიცია. ანუ ეს დუქნების რაღაცა შეხვედრის სივრცე, სადაც სხვადასხვა სოციუმის ადამიანები იყრიდნენ თავს, ესეც გარკვეული ტრადიცია იყო, რომელიც მე ავანგარდულ ენაზე ითარგმნა არტისტულ კაფეებში. მაგრამ ის დუქნები ასე ამბობენ ხოლმე, რომ ესე იგი თბილისი ორ ნაწილად იყოფოდა, მარცხენა და მარჯვენა სანაპირო. მარცხენა სანაპიროს ფიროსმანის სამყაროა და მარჯვენა სანაპირო პროევროპელი, ქართველი, ბაფთიანი მოდერნისტების, ხო და ეს ხით ჩატეხილობა არსებობდა გარკვეულწილად. აი ეს ფიროსმანი, სხვა შორის ამაზე აკა მორჩილაძეს კარგად უწერია, წინაზე ახსენეთ მე. ხო, ირინა მახსენა, მართლა კარგად უწერია, რომ აი ფიროსმანი როგორ გადმოდის აი აქ, ხო და ესეც სხვა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ქართულ მოდერნისტებს ეს რომანტიზირებულად რომ აღიქვამენ ფიროსმანს. ფიროსმანის აღმოჩენა დაკავშირებული იმასთან არის, რომ ფიროსმანში განსხეულდა ის პროგრამა, რაც ამათ უნდათ, ტრადიცია და სიახლე. ამიტომ არიან ეს საერთოვანებულები. თუმცა მაინც განსხვავებით, რომ უნივერსალური სამყარო, რომელიც მოდერნისტებს ნაკლებად აინტერესებს. კი ბატონო, აბსოლუტურად სწორს ამბობ. ეს უნივერსალიზმი არის, რომელიც პრინციპში ამ უნივერსალებს ებრძვიან, ხო, გარკვეულწილად. მაგრამ ქართულ კულტურაში ეს იყო ფიროსმანის შემთხვევაში მისი ორგანული და ბუნებრივი კავშირი შუა საუკუნეების ხელოვნებასთან, რასაც ესენი ცდილობენ. და რასაც აი პროფესიული მხატვარი აი მოჭუტული თვალით ვერ აკეთებს, იმას აკეთებს ადვილად და ბუნებრივად და ორგანულად ფიროსმანი. იმიტომ რომ ის აი მის მეხსიერებაში, საერთოდ არის ის პიკასო. მის მეხსიერებაში არსებობს შუა საუკუნეების ხელოვნება და ის არის თანამედროვე ადამიანი, რომელიც მის ენაზე თვითნასწავლი აკეთებს. თან უნდა ითქვას, რომ ეს პრიმიტივიზმი, ნეოპრიმიტივიზმი ამ დროს დიდი ტალღა არის მთელ მსოფლიოში და რუსეთში განსაკუთრებით და ეს კი არის ნამდვილად ვთქვათ, იგივე მაგათაც ნატალია განჩაროვა, მიხაილ ლარიონოვი ხომ აი ნეოპრიმიტივიზმს იმიტომ აკეთებენ, რომ სწორედაც ეს უნდათ. ეს პროცესები პრინციპში პოსტიმპრესიონიზმში იწყება. იგივე გოგენი რატომ მიდის ხო დაიტის ანუ ეს არის ყველაფერი ერთი ამბავი რომელიც ყოველ ჯერზე ეპოქის მიხედვით ახალი აქცენტებით ითარგმნება ხოლმე და ის რასაც ისინი წესებენ დადიან და დუქნებში დადიან და თვითნასწავლი ადამიანების იმას ეძებენ ნახატებს ეძებენ და აქეთ ფიროსმანი იყოს მართლა გენიოსი ნიჭიერი და მოდი ვთქვათ რომ ფიროსმანი რა თქმა უნდა არ იყო მოდერნისტი ავტორი თუმცა ძალიან დიდი დამსახურება არის მოდერნისტების რომ ფიროსმანი ну იმ სახით შეინარჩუნეს რაც ჩვენ დღემდე გვაქვს. და ქართული მოდერნიზმი ფიროსმანმა განსაზღვრა. აი კარგად დროულად იპოვეს 1912 წელს აღმოჩნდა ფიროსმანი. აი ის რო ყოფილიყო მაგათაც 18 წელს პირობითად 18-ში გარდაიცვალა ხო? ან მე ისეც არ ვიცი ზუსტად არის მაგრამ რო ყოფილიყო ალბათ ქართული მოდერნიზმი სხვანაირი იქნებოდა, იმიტომ რომ ფიროსმანის არსებობამ დიდი შიდა ორიენტირი გაუჩინა. ანუ ქართველები მარტო გარეთ არ იყურებიან, მარტო შუა საუკუნეებზე და ევროპულ ავანგარდს კი არ უყურებენ. აი აქ ყავთ ფიროსმანი, რომელშიც ის სამოქმედო პროგრამა, რაც მათ უნდათ, არის განსხეულებული, როგორც გითხარით. ამიტომ ფიროსმანისგან იგივე ლადო გუდიაშვილის ეს კინტოები და ყარაჩოყელები სულ სხვანაირად ამუშავებული, ხო? მაგრამ ხო ფაქტია, რომ ეს არის გარკვეულწილად ან кейფის თემები, ზოგადად кейფის თემა. იგივე ნატურმორტი მაგალითად, ხო? აი ფიროსმანის ნატურმორტმა სეზანის ნატურმორტი დაჩრდილა ქართველებისთვის, იმიტომ რომ ნატურმორტი შიგნით ჰქონდათ, ესე ვთქვათ. ხო. ხო? და გადავედით ფიროსმანზე არ მახსოვს, მაგრამ იმის კომენტარი რომ მე ჩავაყვეხერად ხო. არა, კაი იყო ფიროსმანი, მაგრამ ასე ვამბობდი, აღარ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში მოდერნისტების ეს დამოკიდებულება ხო ტრადიციასთან, ხო ალბათ უფრო მაგიტო. აღარ მახსოვს. კარგი, იცი რა, ეხლა რადგან ახსენე ლადო გუდიაშვილის კინტოები და ყარაჩოყელები რაღაცა მე სულ მაქვს ხოლმე ეს ფიქრი და ბევრს ფიქრობ ხოლმე ქართულ მოდერნიზმთან დაკავშირებით ამ საკითხზე, რომ მე მგონი მოდერნიზმი იყო პირველი
მოძრაობა, ესე რომ ვთქვათ, საქართველოში ვიზუალურ ხელოვნებაში, რომელმაც დასვა კითხვები იდენტობაზე, ის სქესი გააქრო რა ხელოვნებიდან და შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა სახით პირველი ნიმუშები ქვიარ ხელოვნების, მე მგონი ზუსტად მოდერნისტებმა განსაზღვრეს და არ ვიცი რამდენად ვთქვათ შეგნებულად და რამდენად ამაზე ფიქრობდნენ, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია რომ ნებისმიერი მკვლევარისთვის და ხელოვნებაცოდნისთვის ძალიან მკაფიო არის რა ეს მიმართებები, რომ მოდერნიზმის დროს ძალიან საინტერესო ქვიარ ხელოვნება მათ შორის შეიქმნა. კი, იცი, მოდერნიზმი იმდენად გახსნილია ყველაფრისთვის, რომ ბუნებრივი რომ ეს თემა შემოვიდოდა. თან უნდა ვთქვათ, რომ საერთოდ აი ამ თემებით, ვთქვათ, ანდროგინების თემით, ღიად პრეზენტირებული სექსუალობა ყოველ შემთხვევაში, აი ეს რაღაცები სიმბოლიზმში იწყება, მაგრამ ის სიმბოლიზმში არის ვუალირებული, ცოტა შერბირებული, ესთეტიზირებული და ავანგარდის, მე-20 საუკუნის დასაწყისის ავანგარდი ევროპაში იწყებს ამის უფრო ბრუტალურად და ღიად წარმოჩენას, ხო? და ქართული მოდერნიზმი ვინაიდან თანაზე არის ამ ტენდენციებთან ბუნებრივად შემოდის ეს, არა თვითმიზნურად, არამედ ბუნებრივად. და ზოგადად სოციალურ ყოფა, სოციალური ქცევა, გენდერული იდენტობა, ვთქვათ, თავისუფალი თვითგამოხატვა, ეს ყველაფერი უფრო ბუნებრივად ხდება და შესაბამისად ასახვას პოვებს ვიზუალურ ხელოვნებაშიც. შემოდის, საინტერესო აქ ისე უნდა ვახსენოთ გიგო გაბაშვილის შემთხვევა, რომელიც თავის დროზე ამ ანდროგინების თემებს უკვე სიმბოლისტური ხელოვნების კონტექსტში აკეთებს მე-19-ის ბოლოში. არ ვიცით ამას ქართველი მოდერნისტები რამდენად იცნობენ, მაგრამ თუ ჩვენ ქვიერ თემაზე ვლაპარაკობთ, შეგვიძლია რომ იქიდან დავიწყოთ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენც რაღაც საფუძვლები გვქონდა და მერე უკვე ესენი რას აკეთებენ ძირითადად ეს აი რომ ვთქვათ მაგალითად გარდა კინტოებისა, რომელიც ნამდვილად არის ესეთი სუბკულტურა თბილისისთვის და საქართველოსთვის, მას აქვს ასევე ესეთი უსქესო ანდროგინული არსებები, გრაფიკული ჩანახატები, არაჩვეულებრივად ექსპრესიული, სადაც სწორედ აი ვხედავთ, რომ აი ეს ტკივნეული თვითრეპრეზენტირება გაურებული იდენტობის მქონე ადამიანის. იცი, მე ცოტა ავტოპორტრეტების სერიასაც შეიძლება. იცი რა, ავტოპორტრეტი მახსენდება უფრო ელენე ახვლედიანის, ხო, რომელსაც ეს მასკულინური, ხო, კაკაბაძესთან ქვიერს რასაც ხედავ. აი რაღაცა თითქოს აღარ არის რა საუბარი იდენტობაზე, სქესზე, სხვანაირად აკეთებენ ამას. შეიძლება, არ ვიცი, მაგ თვალით არ შემიხედავს და აი ელენე ახვლედიანს რო აქვს ესეთი რო იყურება ძალიან მასკულინური და ესეთი, ხო? ეგ ნამდვილად არის. მას აქვს ასევე ძალიან საინტერესო ჩანახატები, პარიზული ჩანახატები, ნატურები, შიშველი ქალები და მამაკაცები და იქ ძალიან საინტერესო პეტრე ოცხელზე შეგვიძლია ასე. პეტრე ოცხელი რა თქმა უნდა მთელი თავისი აი ამ ესთეტიკით, მაგრამ ისა ელენე ახვლედიანზე ის მინდა და მე თქვა რომ მასთან როგორც ქალები არიან ძალიან საინტერესოდ ქალები არიან უფრო მეტად სექსუალური ობიექტები ამ ქალი მხატვრისთვის, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც თითქოს გაუნებელყოფილები არიან და რაღაცნაირად განსაცვლელები მასკულინურობისგან და უფრო ფემინურები არიან. აი ძალიან საინტერესო ჩანს. ამ დროს არის ჩვეულებრივი ჩანახატი, რომელიც კოლოროსის აკადემიაში სადაც ხატავდა, უბრალოდ დავალება იყო ჩათვალეთ, რომ სწრაფად უნდა დაეხატა შიშველი ნატურა. ანუ მას წესით სხვა მოცანა არ უნდა ჰქონოდა. მაგრამ ელენე ახვლედიანი ახერხებს, რომ აი ამ სტუდიურ ნახატებში სულ სხვა თემები და სხვა კონტექსტები მოაქვს. ძალიან საინტერესო. ირინა შტაინბერგი უნდა ვახსენოთ აუცილებლად ძალიან სერიოზული ქალი მხატვარი, გერმანული წარმოშობის, რომელიცაც ის ღიად პრეზენტირებული სექსუალობა თან თვითონ არის სულ მთავარ როლში და თვითონ არის სუბიექტის ობიექტი, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება პოეზიაშიც. პოეზიაში ხდება, ხო, ელენე დარიანის სახით და მისი ამ გაურკვეველი ურთიერთობით პაულო იაშვილთან და ზოგადად ცისფერყანწელებთან არის ეს. ისინი სიმბოლისტობდნენ მოგახსენება, მაგრამ ხო, აი ეს თემები მოდის. და მაინც იცი რა მაინტერესებს რადგან პარალელებზე ბევრს საუბრობთ, აი რაღაც ევროპული მოდერნიზმი უფრო თითქოს კრიზისის ესთეტიკიდან იბადება და აი როგორ ფიქრობ, ქართული მოდერნიზმი რამ განსაზღვრა საფუძველი, რამ ჩაუყარა და ტრამვაარი უფრო თუ თქვა აი მომავლის იმედი ამ შემთხვევაში რა მოძრავებთ? აი, სიტყვა იმედს უდავთ ხდები, მაგრამ ესე იგი ძალიან დისკრედიტირ და იმედი და ოცნება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხო, ანუ იმედს არ ვიტყოდი, ვიტყოდი რომ ეროზიდუ დანატოზი მაშინ ეს შეგვიძლია. ხო, ანუ იცი რას ვიტყოდი, რომ უფრო იცი რა, როგორ თქვი?
აი ტრამვიდან იბადება უფრო ქართული მოდერნიზმი, რა არის რა მათი მამოძრავებელი, აი რაზე დგას აი ფუნდამენტი რამ ჩაუყარა. ნუ ტრამვირებულები იქნებოდნენ, ხო, ყველა ვარიანტში წარსულიდან გამომდინარე, მე უკვე მიმდინარე მოვლენები. კი ბატონო, ჩვენ ზოგადად როგორც არის ტრამვირებული არის იმ მხრივ, რომ ესე იგი ჩვენი გეოპოლიტიკურ მაგას ამბობ, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მუდმივად ეს აი სულ რომ ტერი ესე იგი სულ გადარჩენ ფიზიკური გადარჩენის წინაშე მაგას გულს ხო და იყო ეს ნეტა განსაზღვრელი ფუნდამენტი მოდერნიზმისთვის თუ უფრო მაინც უკეთესი მომავალი წარმოედგინათ და რაღაცა უფრო ნუ აი უფრო მომავალ რეალობას ასახავდნენ რომელიც უკეთესი შეიძლება ყოფილიყო თუ ეს ყველაფერი რაზეც ისინი მუშაობდნენ იყო ტრამვიდან გამომდინარე ითა მე ვიტყოდ რომ თვით იდენტიფიცირების თემა არის, როდესაც ვცდილობ რომ შენი თანამედროვე კულტურული პარადიგმა გაიაზრო ხელახლა. აი ეს არის მთავარი. მიმართებით წარსულთან და მიმართებით თანამედროვეობასთან და შესაბამისად მომავალთან. ეხლა მომავალზე ავანგარდი ფოკუსირებულია თუ ვიტყვით ფუტურიზმს მაგალითად, ხო, ეს მაშინიზმის ეპოქა და ეს ფუტურისტული პრინციპში ფუტურისტები ძალიანაც მართლები აღმოჩნდნენ, ბევრი რამე რას თქვეს და აი ამ მაშინიზმში და აი ამ რადიკალური მოძრაობა იყო, ხო? რადიკალური იყო სულ უპირისპირდებიან მუდმივად აი ამ წარსულს, მაგრამ მე ხანდახან ამ დაპირისპირებაში პირადად ცოტათი გულუბრყვილობას ვხედავ ხოლმე. აქვთ რაღაცა გულუბრყვილო აი ამ. ნუ ეს ციგნების ხო, რაღაცნაირად გულუბრყვილოები არიან, ვიდრე და პათეტიკურები და ესეთი ეპატაჟურები. და აი ეს მომავალზე ორიენტირება თორემ მთლიანად მოდერნიზმი არის კრიზისის, კი ბატონო, მოდერნიზმი არის აი ეს სააზროვნო, ახალი სააზროვნო პარადიგმა, რომ შემოდის, რომელიც რამ წარმოშვა, ხო? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი სიახლეები რაც ჩნდება, დაწყებული იმით, რომ ატომის გახლეჩვა ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ინდუსტრიალიზაცია, ინდუსტრიალიზაცია მე-19 საუკუნიდან იწყებს ამბავს და მე-20 დასაწყისში ამას რაც უშუალოდ წინ უსწრებს მოდერნიზმს და ავანგარდს არის ის რომ აღმოჩნდა რომ ყველა ატომი იშლება, ყველაფერი შლადია, ხწნადია, აღარ არსებობს ფასეულობითი ღირებულებითი სისტემა, აღარ არსებობს და სამყაროში აღარ დარჩა რაღაცა საყრდენი მოდების წერტილი თითქოს. და ამან ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვია ფსიქოლოგიური, ხო, და ადამიანის განცდაში რეალურად. გამოდის რომ მოწყვლადობის განცდა არის. ანუ დაუცველობის და მოწყვლადობის განცდა და თან ეს განცდა ძალიან ტოტალურია. შესაბამისად ის ღირებულებითი სისტემა იშლება, ესთეტიზმი ანტიესთეტიზმში გამოდის, გაუქმებულად ცხადდება ყველა ის ფასეულობა, რაც ადრე არსებობდა და ამაზე აგრესიით წარმოიშვება აი ეს კრიზისის ხელოვნება, ასე ვთქვათ. ხო. და მაინც მე მგონი ქართულ მოდერნიზმთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად გააზრებული არის, მე მგონი ეს ევროპული მოდერნიზმი, თუმცა მაინც შეიქმნა ქართული და ინდივიდუალური ქართული ვერსია, ქართული ინვარიანტით შეგვიძლია ვთქვათ, ქართული ვერსია შეიქმნა, იმიტომ რომ ეს მაინც რეგიონალური რაღაც მომენტში ალბათ ქართული ხელოვნების რენესანსი ეს რაღაც მოკლე პერიოდი ჩვენი იყო ნამდვილად იყო, რომელიც დაემთხვა ამ ჩვენს დამოუკიდებლობას და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეს დამოუკიდებლობის წლები, რომელიც სულ რაღაც 3 წელია, ხო, 1918 და 21, მაგრამ მისთვის მზადება უფრო ადრე იწყება. ანუ ქართული კულტურის კი არა, აი ქართული ერის მკაცრავად წიაღში ეს პროცესები უფრო ადრე იწყება, ისინი მზად არიან იმისთვის, რომ აიღონ პასუხისმგებლობა დამოუკიდებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლობის იდეა ხო რა არის? ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას ხო გულისხმობს, რომ შენი თავი და მით უმეტეს როდესაც ქართველი უკვე ბოლო 200 წელი მანამდე ხო სულ იბრძოდა გადარჩენისთვის და ბოლო 200 არა რამდენი აი როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, ანუ მას ჩამორთმეული აქვს უფლება დამოუკიდებლად ყოფნის, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულწილად უნარების აღარ არსებობს. და იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა ჩაიბარო და თავის თავზე აიღო მთელი ეს ამას სჭირდება გარკვეული გამოცდილება და ეს არის მტკივნეული პროცესი ზუსტადაც. ამისთვის ემზადება აშკარად და ეს იწყება რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძის თაობით და თერგდარეულების თაობით. რეალურად იქიდან მოდის თავისუფლების იდეა და ამან ძალიან ლოგიკური დაბოლოება ჰპოვა აი ამ ზუსტად. ახლა შემთხვევით ხო არ არის 1918 წელს დამოუკიდებლობა ცხადდება და მაშინვე იხსნება უნივერსიტეტი, ხო? საქართველოს თბილისის უნივერსიტეტი. ეს სინამდვილეში ხო მანამდე დიდი პროცესია სანამ აქამდე მივალთ. აკადემიას უნდა გახსნილიყო და ერთი წლით აკადემიაზე გამახსენდა, მანდაც ვახსენოთ რა დიმიტრი შევარდნაძე. რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ქუთათელაძესთან ერთად. გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად, ხო, გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად, აი ეს ძალიან დიდი სამსადისი იყო და წესით მანამდე უნდა გახსნილიყო, უბრალოდ აი ხო და კიდევ ძალიან დიდი იყო ის მიღწევა, რომ 21 წლის მერე გაიხსნა, 22 წელში გაიხსნა, სადაც ჯერ კიდევ ყველაფერი ისე იყო. და იმის თქმა მინდოდა, რომ სწორედაც აი ამ დამოუკიდებლობის პერიოდმა მისცა ისეთი ტევადობა
აი ისე ტევადობა რომ გადახედოთ ისტორიას ყველა მიმართულებით ამ დროს რაც იქნება არა მარტო ხელოვნების მიმართულებით არის აი ყველაზე დიდი და მომცველი მთელი ქართული კულტურისთვის თუ რა ვიცი მეცნიერების საზოგადოებრივი ყველაფერი ძალიან დიდი რაღაც პერიოდია და შემდეგ როდესაც აი ამ ოკუპაციის შემდეგ ეს ესე ხელოვნურად წყდება აი ამპუტაცია ხდება ანუ ეს იყო რაღაცა ბუნებრივი ქართული კულტურის ძალიან ბუნებრივი ქსოვილი რომელიც ჩამოყალიბდა და იმის ამპუტაცია მოხდა და შემოდის ყალბი მოგონილი გაყალბებული რა ვიცი გაცუდებული ყველაფერი რაც იყო და ეს ხდება მე თავს მოხვეული და ამაში ვიცხოვრეთ შემდეგი 70 წელიწადს აბა და ისე რა საინტერესო არის ქართული მოდერნიზმის რეალურად რაღაც ბუნებრივი როგორც პროცესი კი არ დასრულდა ხო არა ვიცი რა გულისხმობ რომ რაღაც ბუნებრივად კი არ დასრულდა პროცესი და გადავიდა რაღაც შემდეგ საფეხურზე ანუ ტრაგიკულად დასრულდა ხო ეს ყველაფერი და ბუნებრივად რაღაცაში კი არ გადავიდა იმაში რაც მოითხოვეს რომ გადასულიყო ხო ანუ სოციალიზმი გახდა უკვე შემდეგი პერიოდი ძალადობრივი მე კიდე ამას აი ტრამვა ეგ არის თუ არის ტრამვა როდესაც რაღაცას ესე ჟანგბადს რო გადაგიკეთე ისე საინტერესოა რა რაში გადავიდო და ბუნებრივად თვითონ ქართული მოდერნიზმი რა თქმა უნდა გადავიდო და იმაში რომ ჩვენ ანუ პრაქტიკულად ეს პროცესები რო გაგრძელებულიყო ეს ნიშნავდა გეოპოლიტიკურ თუ კულტურულ რუკაზე საკუთარ იდენტობის ქონას ეს ინტეგრაციას, სოფლიოსთან ინტეგრაციას. ეს ინტეგრაცია ხო არ გულისხმობს მარტო პოლიტიკურს, ყველანაირ კონტექსტს გულისხმობს. რა პრობლემების დღეს ჩვენ გვაქვს, არ გვექნებოდა დიდწილად. და მე შემდეგ დამოუკიდებლობა 91 წელს ნახეთ, აქაც ძალიან საინტერესო სიმეტრია იმ მხრივ, რომ როდის 1991 წელსაც დამოუკიდებლობას ვახერხებთ, მაშინ როდესაც რუსეთის, ანუ საბჭოთა კავშირი ინგრევა, მაშინაც ასე იყო, რუსეთის იმპერია ინგრეოდა და მომენტი ვიხელთეთ, ხო? ეხლა 91-ში ესე იყო. ანუ ამ ძალიან მეორდება ყველაფერი, მაგრამ განსხვავებით იმ პერიოდისა, როდესაც ეს მზადყოფნა ხალხში, საზოგადოებაში იყო, აი ამ თავისუფლების იდეის. 91-ში არ აღმოჩნდით ამისთვის მზად და ბევრად უფრო რთული იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ 70 წლიანმა აი სიყალბემ, როდესაც გადაწერეს ისტორია, გაგიყალბეს, რაღაცა სხვა რაღაცები დაგაჯერეს, რაღაცები მოიგონეს, ხო? პრაქტიკულად ამ პერიოდმა აი რაღაც უნარები დააკარგინა ქართველს, ზოგადად ჩვენს ქვეყანას და მოგვიწვია ყველაფრის თავიდან დაწყება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი სწორედ ის იყო ორიენტირი. და ეს სიმბოლური აქტი იყო, რომ 9 აპრილს გამოცხადდა, ხო, ეს ყველაფერი სიმბოლური აქტი იყო, ხო და 26 მაისს. აი ეს სწორედ იმიტომ, რომ მაშინდელი ქართული სახელმწიფოებრიობა ცდილობდა, რომ სწორება გაეკეთებინა, სწორება პირველ დემოკრატიულ სახელმწიფოს. მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ, აი 80-იანელები მესამე ტალღა იყო ავანგარდის თუ მეორე ტალღა? იცი რა არის პრინციპში მოდერნიზმი და მე მგონი აიღეს რაღაცები თუნდაც ის რომ ეს ჯგუფება. კი, ახლა ჩვენ გვაქვს რაღაც ესეთი დინამიკა, ხო, 50-იან წლებში რაღაც ხდებოდა სპექტრული თეორია, მე 50-იანის ბოლოს ეს შურა ბანძელაძის აბსტრაქციონიზმის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და მაგრამ 80-იან წლებში ეს ინდივიდუალურად თუმცა აი ჯგუფებზე რო ვილაპარაკოთ მარჯანიშვილის სახელოსნო მეათესად კარლო კაჭარავა, ფარჯიანი, ცეცხლაძეები. კი ბატონო, კი უნდა ვახსენოთ, როდესაც ძალიან გააზრებულად ხდებოდა, ეს სწორედ ემთხვევა იმას, რომ შეყანყალებული საბჭოთა სისტემა, რომელიც უკვე გასაგებია, რომ სულ ზღაპავს და ინგრევა და აი ეს თავისუფლება, რომელიც იგრძნეს ქართველებმა და შემოდის უკვე რკინის ფარდით აღარ არსებობს რეალურად აღწევს ინფორმაცია და ისევ და ისევ უნდა ვახსენოთ, იყო იდენტიფიცირება იწყება. ანუ რეალურად ეს ის პერიოდია, როდესაც ქართველი მხატვრები იწყებენ საბჭოთა ნარატივთან აბსოლუტურად კავშირს წყვეტენ და საკუთარს ქმნიან და ცდილობენ ასევე სინქრონიზაციას იმასთან, რაც ხდება დასავლეთ ევროპაში. და შემთხვევითი არ არის, რომ რა თემები მოდის წინაპლანზე. იგივე რელიგიური ფარჯიანის სახით, ხო? ისტორია ფუღაზის სახით, აი ლევან ჭაყუშვილი რასაც აკეთებს, ან აბრამიშვილი რასაც აკეთებს, ხო? შუა საუკუნეების ხელოვნებიდან წამოღებული ალუზიები და ლევან ჭაყუშვილი რასაც არაჩვეულებრივად აკეთებს, აი ქართულ ვის ხატავს? ზუსტად იმას, სადაც დამთავრდა ისტორია. იმ რეპრესირებულ ადამიანებს ხატავს. იმიტომ რომ იმას ებმება ჩვენი შემდეგი დამოუკიდებლობა. და ეს არის ლოგიკურია. საერთოდ ძალიან ბევრი პარალელებია რა დღეს, რადგან ჩვენ თქვით, რომ ესეთი თემა გვინდოდა განგვერცხო, რომ ქართული მოდერნიზმი და მისი რეფლექსიები დღევანდელობაზე ხო, ეს ბევრი კავშირები აქვს რა. ძალიან ბევრია და უკვე სოციოპოლიტიკური კონტექსტებით არის ძალიან ბევრი. მოდი სანამ კონკრეტულად გადავალთ მაგ საკითხზე, აი ბოლო იმებს პეტრე ოცხელზე რო არ ვისაუბროთ, ძალიან დამწყდება. ხო, პეტრე ოცხელზე რა ვიცი, ბევრი შეიძლება. იცი რა ამასაც ვფიქრობ ხოლმე ხშირად, რომ რა მნიშვნელოვანი მომენტია, რომ
ანუ ეს ადამიანი იყო თეატრის მხატვარი, ხო, ის არაკეთებდა ესე დამო. ხო, სხვა შორის ეს სპეციფიკურად განსხვავებით ირაკლი გამრეკელისგან, რომელსაც უფრო თუმცა მისი სცენოგრაფიაც, კოსტიუმიც, აი რაღაც ცალკე არსებობს არა, როგორც კი, რა თქმა უნდა. ნამუშევრები და ხო, ისა პეტრე ოცხელი არის, აი როგორ ვთქვა, პეტრე ოცხელი, აი რაღაცა აისბერგივით ამოწვერილია, მე მგონი ძალიან განსხვავებულია, ძალიან მაღალი რანგის ხელოვნება. უბრალოდ სულ დავანებოთ იმას, როგორ ზუსტად იცოდა ტენდენციები, როგორ არაჩვეულებრივი რა ხელის პატრონია, ხო? ანუ თვითონ როგორ დასრულებლობამდე მიყავს ის, რასაც ხატავს. მარტო იმიტომ კი არა, რომ ვთქვა, კონსტრუქტივის წულს აკეთებს, რასაც სოფლიოში მაშინ აკეთებდნენ. ხო, არამედ ამას როგორ აკეთებს, ხარისხობრივად როგორ აკეთებს, ძალიან მაღალი სტატია და თან საინტერესო არის ის, რომ პეტრე ოცხელი მაგალითად იგივე ავანგარდული ტენდენციებიდან ერთმანეთს უხამებს და ახერხებს, რომ ერთდროულად თან კონსტრუქტივიზმის ნიმუში გააკეთოს და თან არნულო მაგალითად, ხო? მოდერნიზმი. ამ დროს ერთს უყვარს ესეთი დენადი ფორმები და მეორეს გეომეტრიული, მაგრამ ის ამას რაღაცნაირად ახერხებს, ანუ რაღაც სულ სხვა ნიჭიერების მხატვარია. 20 წლის იყო პეტრე ოცხელი მარჯანიშვილმა რომ ხო, როგორი ნდობის გამოცხადება წარმოიდგინეთ. ეს უკვე კოტე მარჯანიშვილზე უფრო მეცამობს, მე მგონი კიდევ უფრო მეც ვიდრე პეტრე ოცხელზე, იმიტომ რომ აი ასეთ პატარა ბიჭს უცებ ანდო და პირდაპირ ენდო და ჩააბარა აი მთელი თან მაშინ სანდრო ახმეტელის და კოტე მარჯანიშვილის იმითაც განსხვავდებიან, ვთქვათ, სხვისგან რომ მათთვის მხატვარი თანაავტორი ხდება რეალურად, ეს არ არის კომპონენტი, ეს არის თანაავტორი. აი მანდაც მივდივართ იქამდე რომ ეს რაღაც გუნდურობა ახასიათებს რა მოდერნის ესენი ყველა ერთად თანაარსებობენ და ერთად თან დიდი ინდივიდუალობების არის პარალელურად და თან იმიტომ რომ პროცესებია თვითონ ესეთი რაღაცნაირად აი ესეთი მედიები ერთმანეთში გადასული ხო ძალიან საინტერესო მართლა როგორც ხელოვნება როგორც ასეთი ძალიან საინტერესო ამ პერიოდის მართლა ესე იგი 1927 წელს მივიდა პეტრე ოცხელი თეატრში და 27 წელს დახვრიტეს 30 წლისაც მე მგონი არ იყო. ხო. ძალიან ახალგაზრდა იყო ხომ რა თქმა უნდა. რა იყო პეტრე? მე ესე მახსოვს რომ ოღონდ ძალიან ბევრი წელი არ ამბობდნენ პეტრე ოცხელზე რომ დახვრეტილი იყო და თითქოს გადაასახლეს და მე მგონი 1991 წელს იპოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დახვრეტის განკარგულება საიდან ანუ 91 წელს გავიგეთ რეალურად. სხვათა შორის ერთს ვიტყვი რომ ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი ეკა კიკნაძის წითელი ტერორი რომელსაც ნუ მე ძალიან ურჩევ მაყურებელს, რომ თუ ეს თემა აინტერესებს და არ წარმომიდგენია, რომ ვინმეს არ აინტერესებდეს, ეს წიგნი აუცილებლად უნდა. ნამდვილად ძალიან კაი წიგნია, ძალიან კარგად თავმოყრილია და მთელი ეს ტრაგიზმის კარგად არის ნაჩვენები. პეტრე ოცხელი და საერთოდ ესეთი პრაქტიკა იყო, როდესაც გადასახლება ერქვა, გააქრობდნენ ადამიანს, ოჯახმა იცოდა რომ გადასახლებულია, წლები ეგონა რომ გადასახლებული და მე ძალიან ხშირად ეტყოდნენ რომ აი ფილტვების ანთებით გადაიცვალა მაგალითად. ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევები და მე იგებდა ოჯახი რომ იყო დახვრეტილი და ხშირად დახვრეტილი იყო ესე იგი დაპატიმრებისთანავე. მაგრამ რატომღაც ოჯახს არ აგებინებდნენ. ნუ ეს პრინციპში ცინიზმის ფორმაა, სინამდვილეში ეს ცინიზმის ფორმაა, მე მგონი. აბსოლუტურად. ცინიზმის ფორმა თუ უკიდურესი ბოროტების ფორმა. ხო და უკიდურესი ბოროტების კონტექსტში ცინიზმი, იმიტომ რომ ეს ხო ახასიათებს იმ პერიოდს ახასიათებს პრინციპში ეს სტალინური რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი ეს ცინიზმი ძალიან დაცინვათან. მაგრამ სტალინურმა რეჟიმმა ასევე ყველაზე კარგად იცოდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი გენიოსები, ხო? კი ბატონო, ნიჭის ხო აუცილებლად ძალიან კარგი ესეთი გეშის პატრონები იყვნენ მაგ მხრივ. ძალიან კარგად გნობდნენ ნიჭს და ნიჭის მე ვსვამ ხოლმე აი ყველაზე მეტად ნიჭის ეშინოდათ მე მგონი. ნიჭის, იმიტომ რომ ნიჭი გულისხმობს რაღაც შინაგან თავისუფლების მაღალ ხარისხს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხა ძალიან ბანალურად რო ვთქვათ, ხო? მართული არ არის, ვერ დააჯერებ, ვერ მოატყუებ, ხო? შესაბამისად ეს არ არის მასა. რაც არ არის მასა, არის საშიში. რასაც ვერ დაიმორჩილებ, ის უკვე საშიშია და უნდა ლიკვიდაციად როგორც ამბობენ, გაუნება. მოდი ვთქვათ ისიც, რომ წითელი ტერორის დროს გაჟღერდა პირველად საქართველოში აი ესეთი ბრალდებები, რომ ის იყო უცხო ქვეყნის აგენტი მაგალითად და ძალიან ბევრი მათ შორის მოდერნისტი. კი ბატონო და სანდრო ახმეტელიც ერთნაირი ბრალდება ჰქონდათ, რომ ესე იგი მოსკოვის რევოლუციურ რაღაცებთან კავშირი. კი ბატონო, ეს იყო როგორიც აი
ფორმულარი ვიცი იყო რა, ფორმულა იყო, არავის ამის არ სჯეროდა გასაგები იყო და არც იყო საჭირო დაჯერება. უბრალოდ რაღაცა უნდა თქმულიყო და ითქმებოდა ეს ძალიან ჩვეულებრივი. იცი, ძალიან მინდოდა რომ ის ახლა სამწუხაროდ არ მაქვს თან ტელეფონი იმ დღეს ამოვიწერე ისეთი ციტატა არის ამ წითელი ტერორიდან, როდესაც დიმიტრი შევარდნაძე დახვრიტეს, როგორი headline-ი გააკეთეს რაღაც ახალგაზრდა კომუნისტში, რომ აი ცოფიანი ძაღლები მოვიშორეთ გარეწარი დიმიტრი შევარდნაძე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და სინამდვილეში რა ვიცი, ხო არის ხო, არსებობს, ხო, აი დღეს ისტორიამ დაწერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც შექმნა უდიდესი საფუძველი, ხო? ქართული ხელოვნების ისტორიის, რომელზეც დღემდე დგას ეს ქვეყანა. რომელსაც მოიტანა ჩვენი ისტორია, ძირწილად მოიტანა, აი როგორც ვთქვათ, 16 აღაშულზე ვამბობთ, ჩვენისაგან ზური რომ შეინარჩუნა, ზუსტად ასევე შეგვიძლია ვთქვათ, თითქმის ესევე პრაქტიკულად დიმიტრი შევარდნაძეზე, რომელმაც ამ ინსტიტუციებსაც ჩაუყარა საფუძველი და ნივთიერი კულტურაც შეინარჩუნა. ასე ვიცი, ან ხრედნენ და ან სოციალურად სოციალურ სიკვდილს იწვევდნენ. ახლა მაგალითად დავით კაკაბაძე არ დაუხრეტიათ, თუმცა იყო როგორც ამბობენ, იყო ესეთი პერიოდული შეტევები დავით კაკაბაძეზე. მე მახსოვს ხოჭორს გია ბუღაძე ყვება ხოლმე უჩა ჯაფარიძემ, რომელიც მაშინ იყო მხატვრის სახლი თუ როგორ ქვია, მხატვართა საზოგადოების დირექტორი და თუ მაშინ არ იყო მხატვართა საზოგადოება იყო ის რაც შექმნა დიმიტრი შევარდნაძემ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირმა ახალსა სხვები შექმნა, კი ბატონო, სარმა და რაღაცეები კი. მაგრამ აი აღარ მახსოვს რა ფუნქცია ჰქონდა ზუსტად და რამე არ მოვიტყო უჩა ჯაფარიძეს, მაგრამ მისი დამსახურება ყოფილა, რომ თუ ამბობდა, რომ დაანებეთ თავი ამ უჩასკეს, ამ დავიცო კაცო თავისთვის ის პეიზაჟებს ხატავსო. და არსებობს ძველი ოქმები, როდეს არ ვიტყვი ახლა სახელებს ვინც გამოდიოდნენ და ან ჩვეულებრივი რიგითი მხატვრები და აი დავით კაკაბაძე თიციშვენიდან. თუმცა იმას მიაღწიეს აი სოციალურ სიკვდილს რაც ამბობდა. ნიშნავანი ეს აქ დაწერილი თან მამია დუდუჩავა ხო მამია დუდუჩავა იყო აპოლოგეტია ამ სოციალისტური რეალიზმის და მთავარი ესეთი გამმატრახებელი ყველა აი დღევანდელი გადმოსახედიდან რა სასაცილოა რა ხო, სასაცილო სატირალი რო არ იყოს, ხო, იმიტომ რომ ის ამ ადამიანების რეალობა ეს პერსონაჟი ეს მამია რა სასაცილოა რა დღევანდელი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ აქ არის დავით კაკაბაძე და კი, რა თქმა უნდა, აცდენილია ყველა შეფასებები აბსოლუტურად აცდენილია, ეს ფორმალიზმი, რომელიც იყო მთავარი საგინებელი სიტყვა, რაც ჩვენ გვეძვირფასება იმას დაარქვეს ფორმალიზმი და ხო და დავით კაკაბაძე გარდა იმისა, რომ გააგდეს, ესე იგი აკადემიიდან როგორც ახალგაზრდებზე ცუდი ზეგავლენის მქონე, გარდა მაგისა, აი გლის ბილეთი ქონდა პრაქტიკულად, იმიტომ რომ აღმოჩენილი არის შენახულია ეს წერილები მისი რომ იხვეწება სკოლის მასწავლებლობას, სადაც შეულიასწავლოს ხატვა, ხაზვა, მათემატიკა, ფრანგული, ბიოლოგია, ქიმია, ხო ხვდებით მის მასშტაბს და სამსახურს არ აძლევენ. სხვათა შორის რაღაც ესე მახსოვს რომ ნანა ყიფიანის მე მგონი რომელიღაცა ლექციაში მაქვს მოსმენილი თვითონ ყვება ლევან ჭოღოშვილის მოგონებას, რომ როცა ჩვენო აკადემიაში ვსწავლობდით 70-იან წლებშიო, იყო ერთი ესეთი მოხუცი კაციო, რომელიც ვიცნობდით როგორც ფოტოგრაფს და ასევე შეკვეთებს იღებდა ხოლმეო პორტრეტებზეო და აი ესე ვიცოდითო, რომ აპოლონ ქუთათელაძის სიძე და საერთოდ წარმოდგენა არ ქონდაო მის უკან რა ხდებოდა და რა ისტორია ქონდა კირილ ზდანევის. ხო, ზდანევის. როცა დაბრუნდა გადასახლებიდან, კი, რაღაცა 56-ში თუ რაღაც ესე ხო 50 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. თან წარმოიდგინეთ. ამით იმის ხომ ვინც დახვრეტას გადაურჩა რაღაც წარმოუდგენელი სოციალურ ციკლში ზუსტად. კი ბატონო, კი. აბსოლუტურად. ადამიანების გაგუდვა ხდება პრაქტიკულად რა, ყველანაირად შეუზღუდო ადამიანს არსებობა. და ამით გაუნებელყო, როგორც თვითონ ამბობდნენ ხოლმე. და მე ვთვლი, რომ რავი რა, ესეც ძალიან ამ სისტემა აი ამ მეთოდებს ინარჩუნებს. ამ მეთოდებს ინარჩუნებს და ყველა მსგავსი ტიპის სისტემა იქნება ეს წარსულში თუ არის დღეს, აი ზუსტად ამ მეთოდებით ფუნქციონირებს რეალურად. ხო და ეგეც რა ნიშანდობლივი და უცნაურია, რომ
ყველა ჯერზე პირდაპირ რაღაც ხელოვნების რეპრესიებით და ცენზურით. ხო, იმიტომ ხელოვნების აი მწერალი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ სიტყვის დიდი ძალა აქვს. სახვით ხელოვნება, ვიზუალური ხელოვნება საშიშია, იმიტომ რომ გამოსახულება უნივერსალური ენაა. ანუ მწერალმა კიდე რაღაც უნდა დაწეროს და ვიღაცამ კითხვა უნდა იცოდეს. გამოსახულება უნივერსალური ენაა და თან მწყისიერი შევხედე და დავინახე და ტვინი პირდაპირ ამუშავებს, ხო? აი ეს გზავნილების მესიჯები რომ ვამბობთ, ძალიან იოლია ამით. და ესეთია რა, ზემოქმედების უნარი აქვს. მუსიკასაც მოგეხსენება, რომელიც კიდე ინახავს სხვანაირად მეხსიერებას და ემოცია მაქვს. და ამიტომ ეს ადამიანები უნდა პირველ რიგში მოაშორო, მოარიდო, რომ ხალხი განეიტრალო, ხო, რომ აი ხალხში პროტესტის მუხტი არ გაჩნდეს. პროტესტის მუხტი არ გაჩნდეს, კი ბატონო. და განათლება. განათლება. როგორი ესეთი წერტილოვანი დარტყმები, რასაც დღეს ვხედავთ ყველაფერს და ძალიან ლოგიკურია წერტილოვანი დარტყმები, იმიტომ რომ განათლება ძალიან საშიშია, განათლებული ადამიანი იმთავითვე საშიშია, იმიტომ რომ ვცდილობთ ვარაფერი, რაღაცას მიგიხვდება, კითხვებს დასვამს, კითხვები ხო ძალიან საშიშია. კითხვების დასმა ხომ არ შეიძლება, კითხვების დასმა არ შეიძლება. ხო და აი სხვანაირად როგორ? ხო? ამიტომ ეს უნდა მოვაშოროთ. ხო და აი ამიტომ ჩვენ რომელსაც გვაქვს გავლილი და ესეთი გამოცდილება გვაქვს, დაგროვილი გამოცდილება, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და რა შედეგები მოაქვს და როგორ პირდაპირ ერის და ქვეყნის ყდომას იწყებს, როგორც იდენტობის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, აი ამ ყველაფრის გამოვლილ ქვეყანას არ უნდა შეგვეშალოს სწორი ორიენტირები. ხო, არ ვიცი, შეცდომაა. ხო, ნუ, შეცდომაა თუ არჩევანი? იცი რა არის არჩევანს, სხვა ჯერს არჩევანს რაც შეეხება, აი არის ძალიან კარგი მოდერნიზმში რაც იყო, რომ არჩევანი ერთი და მეორე იცით რა, აი როგორ არის ნინი, იცი რომ თითქოს გააზრებული აქვს, აი მაგალითად ფასეულობები. ჯერდებიან იმაზე, როგორი უნდა იყოს ქართული მოდელი, როგორი უნდა იყოს მათთვის თანამედროვე ხელოვნება. და შეჯერდნენ იმაზე, რომ უნდა იყოს ეროვნული. და ეს ეროვნული არის მოთხოვნა. და ფიქრობენ იმას, ანუ შეთანხმდნენ რომ უნდა იყოს ბანალური გააზრებით, ოღონდ იმიტომ რომ ეროვნული იყო რაც ვისაუბრეთ. არა, მე გეუბნები მოდერნიზმზე და ნახე ეროვნულზე შეთანხმდნენ და ეს ეროვნული როგორი უნდა ყოფილიყო, რა დოზით აღმოსავლეთ არ გვახსენეთ აღმოსავლეთი დასავლეთი, აი ამაზე მიდის მსჯელობა, იმიტომ რომ ქართული იდენტობა სულ არის გაურებული აღმოსავლეთ დასავლეთ შორის, ხო, რაღაცა მდებარეობიდან გამომდინარე. და სულ და არიან უფრო აღმოსავლეთის მომხრები, ანუ აზიის და უფრო დასავლეთის მომხრები, მაგრამ მაინც არის ერთადაც რომ ქართული იქნება აი ამის სინთეზით. და ამაზე მიდის მსჯელობა. ისეთი პერიოდული პრესა რო გადმოიყო, ხო, აი არ ვიცი როგორი სტატიებია. ანუ ფიქრობ, რეფლექსია აქვს, ანალიტიკა მიდის, მსჯელობა მიდის, მაგრამ შეთანხმება იმაზე რომ უნდა იყოს ეროვნული და რომ ეს არის მთავარი ფასეულობა, არის. და დღეს ჩვენ არ გვაქვს თვითონ შეთანხმება იმაზე რა გვინდა. ანუ თავისუფლების იდეაზე ვერ თავხდებით, ვერაფერზე ვერ თავხდებით. იმაზე რომ კითხვა ისმება რუსეთი კარგია თუ ცუდია, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აი ანუ შესაბამისად პროპაგანდა აბომი გინდა, იმიტომ მუშაობს, რომ ნუ თუ კი იმაზე არ შეთანხმდი. რომ რუსეთი საშიშია, რაზე ვლაპარაკობთ, ხო? და აი ესეთი რაღაცა ერთობა საზოგადოებაში რო არ არის, ეს არის პრობლემა. ხო, არ ვიცი, საზოგადოებაში არ არის ერთობა თუ უბრალოდ რაღაც იმიჯი იქნება, თითქოს არ არის ერთობა, ეს ზოგადია, რაც უნდა თქვა, მაგრამ რაღაცას ეყრდნობა ეს იმიჯი, რაღაცას ეყრდნობა. თუნდაც არ ვიცი, მოსყიდვას თუ თუნდაც ესე თქო მერკანტილიზმს, მაგრამ ამისთვის მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არც ისე სახუმარო თემა არის, რა ვიცი, ისტორია როგორ იწერება, რაც არ უნდა გააკეთო და როგორც არ უნდა ცდილობდე მის გადაწერას და გადაკეთებას, ხო, მართლა უამრავი სტატია დაიწერა თავის დროზე, რა საშინელი ხალხი იყვნენ ესენი, ქვეყნის მტრები და ასე შემდეგ და რა ვიცი, რამდენი დრო დაჭირდა, არც ისე ბევრი, ხო, საუკუნეზე ნაკლები, რომ ისტორია დაწერილიყო ისე, რომ თურმე ამ ადამიანებზე იდგა და დღემდე დგას, ხო, ეს ქვეყანა აი მათ მიერ ჩაყრილ საფუძველზე. ეხლა დაიწერება აუცილებლად, ისტორია თავის სახელს აუცილებლად დაარქვეს ყველაფერს, გამორიცხულია სხვანაირად, რომ ისტორიამ თავისი რაღაცა სახელდება არ მოახდინოს. მაგრამ მანამდე პროცესში არის საჭირო. ხო, ესეც მნიშვნელოვანია პრინციპში, რომ აი რა ვიცი, ქართულ მოდერნიზმს როგორი სახელიც აქვს დღეს, ხო, ინტერესია, რა ვიცი, შეიძლება სოფლიოში ამითიც პოზიციონირებთ არა რაღაც კულტურულ წრეებში, რომ ქონდა რაღაც დროს ესეთი ავანგარდთან გაერთიანებული მოდერნიზმი. მე მართალი გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ავტორი არის იქ და შეიძლება ნამუშევარიც, რომელიც სოცრეალიზმში
მნიშვნელოვანია რა ჩვენი ხელოვნების ისტორიისთვის. არ ვიცი, მე მგონი ამ ხელსახელი ვერ შექმნა რა ქართული ხელოვნების სოციალიზმმა ქართულმა ვერ შექმნით, იმიტომ სოციალიზმი ისეთი გაუპირობებული იყო და ისეთი აი ყველასთვის საერთო მოდელები, თუმცა ქართული სოციალიზმი თავისთავად ძალიან საინტერესო მოვლენაა და ძალიან ესეთი სიღრმისეული კვლევა სჭირდება ამისთვის, რომ ბევრი რამეა, მაგრამ მათ შორის დავით კაკაბაძემ აკეთა სოციალისტური ნამუშევრები და ძალიან საინტერესო რაკურსითაც. ხო. კი, მაგრამ იმის გამო, რომ სოციალიზმი ვერ შედგებოდა, ისეთი ძალმომრეული, ისეთი თავსმოხვეული, ისეთი წინასწარ გაწერილი ნორმატივის დონეზე პროცესი ხო, არ იყო, რომ გასაგებია, როგორც უფრო მაღალი დონის მხატვრული მოვლენა ვერ იქნებოდა. და ამიტომაც და თან ეს ქართული, თუმცა ქართული სოციალიზმი ხო რო შეადარო რუსულს, იქ უკრაინაში რაც ხდებოდა, თან გავს და თან არ გავს. იმიტომ რომ მაინც ყველა თავისი მიდან მოდის, ხო, საფუძვლებიდან და თავისი კიდე არ გინდა სახვის ტრადიციიდან სხვა თუ არაფერი. ამდენად ისინი ერთმანეთს არ გავს, მაგრამ როგორც ვთქვათ, მათი საერთო კონტექსტუალიზაცია იმდენად ხდებოდა, რომ ერთი ტიპის მოვლენაა გარკვეულწილად. ხო, ერთი ტიპის მოვლენა თავისი ადგილობრივი სახესხვაობებით. ხო. დასწავლეთ ძალიან საინტერესოა ეგეც. მაგრამ მაინც რადგან რეფლექსიებზე ვსაუბრობთ დღეს, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოცემულობა, თქვათ, ხელოვნებაში მაინც ბევრად უფრო საინტერესოა რა ეს უახლესი ხელოვნების კუთხით. ვერ გავავლებდი ამ ტიპის პარალელს. აი, გულისხმობ სოციალისტს რა, ხო, ბევრად უფრო საერთოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ რაღაცა კუთხით მაინც ამ პერიოდის ხელოვნებას ექნება მნიშვნელოვანი განსაზღვრებაც და სახელიც და კვალიც. ძალიან დიდი იმედია, კი, იმიტომ რომ უახლესი ხელოვნება პრაქტიკულად არანაირ შეზღუდვას, არანაირ, ანუ პრაქტიკულად როგორც თვითგამოხატვის ფორმა, ეს აბსოლუტურად შეუზღუდავია. ეხლა ეს ნორმა ჩვენთან როგორ მუშაობს და სხვაგან ეს სხვა საქმეა, მაგრამ თანამედროვე ხელოვნება არასოდეს არ ემორჩილება, უკვე უბრალოდ თვითონ თავის წიაღშივე აუქმებს ყველა ტიპის ესეთ, ვთქვათ, ცენზურა იქნება, თვითცენზურა იქნება, ხო, კრიტერიუმს და ამდენად პროცესები ბევრად უფრო თავისუფალია. აქ ჩვენი ქვეყნის პრობლემა ის არის, რამდენად ვახერხებთ ჩვენ რაღაცა ინსტიტუციურად იქნება, ფინანსურად იქნება, ეკონომიკური თუ პოლიტიკური, ვთქვათ, კონტექსტი იქნება თუ აი ეს ფონი იქნება, რამდენად ვახერხებთ, რომ ჩვენთან სრულფასოვნად წავიდეს პროცესები, თორე ძალიან საინტერესო ავტორები არიან და ძალიან საინტერესოდ ბევრია ვინც საინტერესოდ მუშაობს, უბრალოდ აი ვთქვათ, პრეზენტირებას რამდენად ვახერხებთ, ჩვენი მიმართ ცნობადობა როგორია მსოფლიოში, ეს უკვე სხვა საკითხებია, მაგრამ რეალურად ის, რომ ქართულ ხელოვნებას აქვს თანამედროვე უახლეს რასაც ამბობ აქვს შანსი რომ ძალიან საინტერესოდ იქნეს დანახული დანარჩენი მსოფლიოდან მე მგონი რომ და ისტორიული პერსპექტივიდანაც ისტორიული პერსპექტივიდანაც კი უბრალოდ მე მგონია რომ ჩვენ ქართველებს აი ცოტა საკუთარი თემების პოვნა აქ ცოტა როგორ რაღაცა იცი ერთია რომ ტენდენციებში აი რაღაცა მეინსტრიმს როგორც ვამბობთ ან ტენდენციებთან იყო კავშირში და მეორეა რომ ტენდენციებმა არ ჩაკლაპონ და შენი თემაც აი რაც გააკეთეს მოდერნისტებმა რაც გააკეთეს მოდერნისტებმა ანუ საკუთარი თემა და ჩვენთან სულ მიგურს ხოლმე ერთის მხრივ რომ როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემა იქ თემის პოვნა აღარ არის არ უნდა იყოს რთული ჯერ მარტო ისეთი სოციალური ფონი გვაქვს ისეთი პოლიტიკური ფონი გვაქვს აი როგორ შეიძლება რომ თემა ვერ იპოვოს თანამედროვე ქართველმა მხატვარმა რომ დგას ასე საკითხი და არის ეს გამოწვევა იცი რა უბრალოდ ვერ პოვნის არა უბრალოდ ვერ ვყოფნით თემა უფრო არის მე მგონი ანუ ძალიან ბევრი თემა რომელსაც ქართული თანამედროვე უახლესი ხელოვნება ჯერ კიდევ არ ეხება ბოლომდე შეიძლება დისტანციაა საჭირო სოციალური და პოლიტიკური საკითხები მაინც ვფიქრობ რომ ძალიან აქტუალურია დღევანდელ უახლეს ხელოვნებაში მაგრამ აქვე მოდი ისიც ვთქვათ რომ ესეთ მნიშვნელოვან საკითხებს დრო და გადააზრებაც სჭირდება თავისთავად თუმცა აი სახელების და გვარები რომ არ ჩამოვთვალოთ და კონკრეტული ნამუშევრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ავტორები მუშაობენ ხო ამ საკითხებზე და ეს არის ხო ძალიან კარგი მესმის ძალიან კარგი და ასეც უნდა იყოს და არის პროცესი სწორია თუმცა მგონია რომ აი 10 წლის მერე შეიძლება კიდე უფრო საინტერესო გახდეს ამ კუთხით და ან შეიძლება 10 წელი არც დაჭირდეს და ძალიან ბევრია მაგრამ ვფიქრობ რომ აი აუცილებელი არის ეს გადააზრება რაღაცნაირად ეს პროცესი თავში უნდა დაალაგდეს რომ რაღაც ფორმა მიეცეს და სახელი დაერქვას და ვიზუალიზაცია გაუკეთდეს სხვა შემთხვევაში ალბათ უფრო
ილუსტრაციისკენ წაგვიღაც, რაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ეხლა გამახსენდა, როდესაც სინდისის პატიმრების სასამართლოები მიმდინარეობდა, მაშინ აკრძალეს ჟურნალისტების შესვლა ამ პროცესებზე და დაიხურა მოკლედ მედიისთვის პროცესები და მაშინ დადიოდნენ მხატვრები და აკეთებდნენ ჩანახატებს. ხო, როგორც არის კლასიკურ სასამართლოში. ხო, ნუ ამას ვთვლი, რომ არის ერთ-ერთი აი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო წლებში ჩვენთან გაკეთებულა რა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ილუსტრაცია. კი ბატონო, და ასევე რო ჩდება პერიოდულად აი ეს რაღაც იმიჯები იგივე მზია ამაღლობელის ხო, რომელიც აი თავს ხო თინა ცხადაძე უნდა ვახსენო აფროც არაჩვეულებრივად აი ზუსტად რაღაცა ფორმულას იმაგოებს იწდება. მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ როგორ არა ის მზია ამაღლობელი. ხო, ჩანახატი იმით ყვავილებით, ხო? კი, არა გეკნება აუცილებლად და აი იცი რა არის ესეც აი სწრაფი რეფლექსია მხატვრების, როდესაც ეს უბრალოდ ხელოვნების ნიმუში კი არა, არამედ სამოქალაქო პოზიცია. ანუ რაცაც ჩვენ, მაგალითად დღეს რო ამბობენ წინა თქვენს პოდკასტშიც იყო, რომ აი უნდა იყოს თუ არა პოლიტიკური ხელოვნება. ხო, თქვა და უნდა იყოს თუ არა. არ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე და არ არის იმაზე, რომ მაინდა თქვა, ნუ მოვთხოვთ, მაგრამ სამოქალაქო პოზიცია უნდა კონდეს. არ შეიძლება თანამედროვე არტისტი რო ხარ და მოდი ისე ვთქვა, რომ აი მხატვარი და არტისტი კიდე ხო სხვანაირ კონტექსტ, სხვანაირ מחვილებს ვამთ ხოლმე, ხო? როცა ვამბობთ მხატვარი, ეს ცოტა ისეთი ტერმინია, ბევრს აღიზიანებს, მაგრამ უბრალოდ აი და ცოტა მოძველებული შეიძლება და ამიტომ არა, მოძველებულში არა. იცი რას გულისხმობ? აი ჩვენ ვამბობთ მხატვარი, ხო? ერთი პრაქტიკა გულისხმობ. ვიყენებთ კიდე სიტყვა არტისტი, რომელშიც თანამედროვე მხატვარს გულისხმობ, თუმცა მხატვარს იყენებ არტისტის აღსანიშნავადაც. ანუ ტავტოლოგია ჩვეულებრივი, მაგრამ არტისტ როცა ვამბობ, გულისხმობ, რომ თანამედროვე მხატვარზე ვამბობ, რომელსაც ხო, მულტიმედია ხელოვანი, რაღაც მულტიმედია არტისტი, ხო? მაგრამ რას გულისხმობ, როდესაც თანამედროვე უახლეს ხელოვნებას აკეთებ, აი ამ პრეტენზიით, რომ უახლეს ხელოვნებას აკეთებ, ხო? და არ გაქვს პოზიცია როგორც მოქალაქეს, აი ეს არის ჩემთვის მე. ჩემთვისაც და 100%. იმიტომ რომ პოზიცია თუ არა გაქვს იმას რაც ჩვენს ქვეყანაში დღეს ხდება, მაშინ საერთოდ მაგრამ აი თითზე ჩამოსათვლელად გამახსენდებოდნენ ეგეთი არტისტები და თუნდაც მხატვრები. მართლა, იმიტომ რომ მგონია რომ ამ შემთხვევაში რაღაცა ძალიან ღირსეული არის ეს სფერო. კი, არა, კი, ნამდვილად და ყველაფერი წინ გვაქვს მოდი კიდე პროცესები ისე მიდივ ნახოთ რა იქნება. მაგრამ აი ამ პოზიციას ვთხოვთ და არა იმას რომ მაინდა-მაინც პოლიტიკური ხელოვნება უნდა აკეთოს და პლაკატური იყოს და თქვას რომ ის რა ქვია ცეცხლი ოლიგარქიას აბსოლუტურად არა. ლაპარაკი პოზიციაზეა, ხო? ნამდვილად. ამის გარეშე მოგონი არასდროს, ხო? ქრისტიან ძალიან დიდი მადლობა. კარგად ვიჭერავთ. დღეს ჩემი სტუმარი. მადლობა.